მოგესალმებით ძვირფასო პეკატიველებო, მე გიგლა ვარგობიჩია, ჩემი საავტორო პროგრამით დიდი გარღვევა. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს, ჩემი კოლეგა, ჩემი მეგობარი, პირველ რიგში ჟურნალისტი და მერე ეკონომისტი, ოღონდ ჩემი ნებარო იყოს დღეს გავეხუმრე კიდეც ბატონ სოსოს სიმონიშვილს დღეს ჩემი სტუმარია, მოგესალმები და გავეხუმრე. ჩემი ნებარო იყოს მე ვთხარი, შენ ქართული ეკონომიკური ელიტის სამეულში ყველა ვარიანტში შეგიყვანდი მეთქი, იმიტომ რომ ძალიან არაორდინალურად აზროვნებს, არ არის იმ შტამპებით, ასე ვთქვათ, და შტამპებში და ჩარჩოებში მოქცეული და სრულიად ორიგინალურად უდგება ქართული ეკონომიკურ პოლიტიკას. თან პლუს გითხარით ძალიან გამოცდილი კოლეგა ჩემი და მეგობარი, მრავალწლიანი სტაჟით, რედაქტორი წამყვანი გაზეთის და არაერთი გაზეთის და არაერთი მედია ორგანიზაციის ელექტრონული მედია ორგანიზაციების და ასე შემდეგ. შესაბამისად, თქვენ გახსოვთ ალბათ ჩემი გარღვევის სტუმრებს, რომ ბატონი სოსო ჩემთან სულ ცოტა ორჯერ მაინც იყო სტუმარი, დღეს მესამე სტუმრობაა მისი და ჩვენ კიდევ ხშირად შევხვდებით. ხო მართალი ვარ? კი ბატონო, ვივალო. შევხვდებით იმიტომ რომ მეგობრები ვართ. ეს ერთი ფაქტორია ჩემო სოსო, მაგრამ მეორე და მთავარი ის არის, რომ შენი დარგის ექსპერტი ხარ. ამ შემთხვევაში მე ჟურნალისტიკასაც გულისხმობ და მასკომუნიკაციასაც და ეკონომიკასაც. და სრულიად არაორდინალურად უდგება ამ საკითხებს. ამიტომ ჩემს დღევანდელ საუბარს შენთან შეთანხმებით დავყო ორ ნაწილად. პირველი, საგარეო ეკონომიკური ის ბუყბუყი, რაც მიმდინარეობს თანამედროვე მსოფლიოში და მეორე ქართული ვიწრო ეროვნული ეკონომიკური ბუყბუყი და რაღაცებს საშუალს ვერ ვადგამთ. მე მახსოვს დავიწყოთ ქართულით, ალბათ ასაჯობს თუ საერთაშორისო როგორ გიჩვენე? აი მაშინ ქართულით დავიწყოთ, ჩემო კარგო. ერთ-ერთი პუბლიკაციაში მომხვდა შენი, ასე ვთქვათ, ფანტასტიკური თეზა, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შეცვალოს. რატომ? მგონია, რომ შეიძლება ცოტა დაზუსტებაც. საქართველოს უნდა ეკონომიკური პოლიტიკა შეიმუშაოს, იმიტომ რომ არასოდეს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არ ქონია. ესე იგი ეს 30 წელი რას გვასმენინებდნენ, აბა ეს შენი, ასე ვთქვათ, მეორე პროფესიის ელიტარული კოლეგები. მათ შორის შენი მეგობრებიც არიან და ჩემებიც. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრები არიან, ცხადია, მაგრამ საქმე რა არის, როგორ გითხრათ ახლა? მოკლედ ეკონომიკურ პოლიტიკაზე თუ ვილაპარაკებთ, ხო? ამას უფრო სწორად ქვია მაკროეკონომიკა. კი ბატონო. რომელსაც ჩვენთან დამახინჯებით ასწავლიან, ხო? ხო, რომელსაც ჩვენთან, რადგან ჩვენ არ აყვავდა მაკროეკონომისტები, პროფესორები, ამიტომ დაავალეს პოლიტეკონომისტებს. პოლიტეკონომიის სპეციალისტებს დაავალეს, რომ ეს საგანი წაეკითხათ, რომელიც მათ არ იცოდნენ. ვალი მოიხადათ. არა, ნუ სხვა არავინ არ იყო, ხო, სხვა არავინ არ იყო და ახლა ბოტანიკის სპეციალისტისთვის რომ დაევალებინათ, ხო, ჯობდა ისევ პოლიტეკონომია ცოტა ახლოს არის ქემაიც. ხო და ამათ დაავალეს. მაგრამ ესენი დღემდე ჩემი პოლიტეკონომიის ლექტორები ახსენდება და შენს გახსენდება ბუნებრივია რას გავდიოდი და სადღაც. კი ბატონო. კაი, მერე. ხო და ეს ცოტათი ახლოს არის, ცოტათი, ხო და ამიტომ ამათ დაავალეს და წარმოიდგინე ესენი დღემდე სტუდენტებს ალბათ რა, იმიტომ რომ ჩემთან პირად საუბრებში სულ ამას ამბობენ ხოლმე, რომ ეს მაკროეკონომიკა სისულელია და ის პოლიტეკონომია სწორი. ხო და ალბათ ამას ასწავლიდნენ, ის პოლიტეკონომია საბჭოთა ის არის ნაღდი. ხო და ის ახლა ეს მაკროეკონომიკა არც მაშინ იყო იმ დროს 80-იან წლებში, არც მაშინ იყო სწორი, მაშინაც ბურჟუაზიული და მტრული იყო და ეხლა ხო და ეხლა ამათი გაზრდილი სპეციალისტები რა უნდა იყვნენ, ხო? ხო და ალბათ ისინი გამოვიდნენ მეტნაკლებად ცოტა უკეთესი ისინი, რა ქვია, ეკონომისტები, ვინც შეძლო თვითგანვითარება და მოპოვება რაღაც საჭირო ლიტერატურის. მით უმეტეს ეს დღეს ადვილია. ხო, მითუმეტეს მე მოყოლილი მაქვს, შემოგიგდა შენთვის რომ ესე იგი პირველი ეკონომიკსი, პირველი არ იყო, სხვაც იყო მანამდე, მაგრამ ის ძალიან მართალია ამერიკელი ავტორები იყვნენ, მაგრამ ესენი იყვნენ ამერიკელი ბოლშევიკები იყვნენ, ამერიკელი კომუნისტები და იმათი დაწერილ წიგნს. აი, ამერიკელი ბოლშევიკები. იმათ დაწერილ წიგნს აღიარებდნენ ჩვენი კომუნისტები, გამიგე?
ხოდა, მაგრამ მეტნაკლებად ნორმალური ეკონომიკისი, რომელიც საქართველოში ამოვიდა რუსულ ენაზე, ეს იყო პოლხეინეს economical way of thinking, ხოდა, მე და ბატონმა რომან გოცირიძემ ის ერთად ვიყიდეთ და ერთად დავიწყეთ მისი წაკითხვა. მაგრამ რაღაცა სხვადასხვა ერთად გავეცანით, მაგრამ დასკვნები სხვადასხვანაირი. აი, საქმე რა არის, რომ მე არ ვიცი, მე ეს ამ წიგნმა მომხიბლა, შემიყვარდა, გამიგე, ხო და თარგმნე, შემომეთარგმნა. ვერ მომხიბლა ამ წიგნმა, თუ ვერ ჩაჭრა. მე მგონია რომელმა ვერ მოასწრო წაკითხვა. თუ ვერ იყო ასეთი. გაიხლარდა პოლიტიკური ნერვია. ხო, არა, მოკეთ რომანს საუბარზე არ ეთყობა რომ წაკითხულია. არც საუბარზე და არც ქმედებაზე სხვათა შორის. არც ქმედებაზე, კი ბატონო. დეგეგეს ვარიანტები მაქსოს მე შენი ჩემს ეთერში მოყოლილი, ასენო, მაგრამ დღემდე პოლიტიკურ ელიტაში ტრიალებს ბატონი რომანი. ნუ ეხლა რომანს რომანი. ნუ ეხლა და ნუ ვიღაცას უნდა გაგვცეს პასუხი რამ დაანგრია ქართული ეკონომიკა, ესეთებმა დაანგრიეს. ამასინათ მეცნიერებათა აკადემიაში ვიყავი, ერთ-ერთი საინტერესო მოხსენება იყო მასე რა, მწვანე ენერგეტიკის საკითხებზე და იქ შემთხვევით ჩვენი მეგობარი მიხეილ ჯიბუტი მე და შევხვდით ერთმანეთს და მოკლედ ვისაუბრეთ და მეთქი ბატონოვიშა მე ვცხარი ახლა აკადემიკოსი კაცი ხარ და აცი ბატონოვით უნდა მოგვართო ხო და ბიჭო რაღაცა დაწერეთ მეთქი ეს სამი აკადემიკოსი ხართ ეკონომიკაში რაღაცა დაწერეთ როგორ უნდა გადარჩეს ეს ქვეყანა და მოკლედ არაფერი გადასარჩენი არ ჭის ამ ქვეყანას ու ფანტასტიკურად არის ყველაფერი აი ბატონო მე ვთხარი ახან მასიას ის დროა ის ეკონომიკისი მეც უნდა წავიკითხოთ ყობა მაგრამ ეხა შენი შეხედვა მითხარი კარგი ეგენი ვიცით 33 წელია ქართული ეკონომიკა ვითომ ვითარდება სინამდვილეში ვთქვით ხო შენ ძალიან სწორად გქონდა ერთი ორგანიზაცია და ჩემთანაც ხაზი გაუსვი მაგას რომ თუ ეკონომიკა ვითარდება ორნიშნად ციფრზე გავდივართ კეთილდღეობაზე რატო რა ისახება ხო რატო რა ისახება რატო გარბის ხალხი ამ მე ხო და რატო უნდა უთხრათ ჩვენს მაყურებელს რატო რა ისახება სად არის ეს ეკონომიკა რეალური ეხლა ცოტა ჟურნალისტური სიმწვავეც მინდა მივცე ამ თემას და როგორც გაიხსენე პირველი პროფესია რა ჯანდაბა დაემართა ქართული ეკონომიკას და ქართული პოლიტიკური ეკონომიკური ელიტის მიერ ეს 33 წელი როგორ ვერ ჩამოყალიბდა ვერავი ხო შენ ეხლა ისეთი ახსენე რა გავაკეთოთ ჩემი რაც მე დაწერილი მაქვს ჩემი კონცეფცია მოგესწრება და გაქვს ის კოპია კი ბატონო იქ მე ეს დაწყებული მაქვს ანალიზით როგორც გახსოვს ხო და ამ ანალიზში მოცემული მაქვს ის ბევრი ფაქტორი რამ გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსი ამას მეც ვერაფერს ვერ დაარქმევ ეს იყო ეკონომიკური კოლაფსი იმიტომ რომ ეკონომიკის 80%-იანი ვარდნა არ აყოფილა მსოფლიოში მაგის მაგალითი არ არის ასეთი ვარდნა ეს კოლაფსი ან გრევა მოსპობა იყო ეკონომიკის. საერთოდ მოსპობა. 80%-იანი კოლაფსი. 80% ხო, არა, ქონდა. ანუ როცა აი 90-იანი და სადღაც ესე 93-94 წელსაც. არა, ახლა როგორ იყო გააჩნია, როგორ შეაფასებდა რა კრიტერიუმებს აიღებ. ახლა მაგალითად 92 წელს შუქიცარინთებოდა და მეტრო არ მუშაობდა და რაღაცეები, ხო? მე ახლა შუქიცარინთო ტრანსპორტის მუშაობს, მაღაზიებიც არის, ისიც არის, ესეც არის, მაგრამ როგორ არის, იცი რომ იმ 92 წელში ეკონომიკის განვითარების საფუძველი, ფუნდამენტი მეტად ბევრი იყო ვიდრე დღეს. გასაგებია. იმიტომ რომ ის ჯერ არ იყო განიავებული. ის ძირითადი საშუალებების ქარხანა, ფაბრიკები და ეგრე. აქ იყო კიდე შემორჩენილი. აქ კი ძირითადად იყო, ჯერ არ იყო გაყიდული და განიავებული. ხო და ანუ მართალია დაკეტილი იყო და არ მუშაობდა. მაგრამ ეს გოცირიძის დეგეგე არ არის ჯერ შემოტანილი. არა, არც დეგეგე ჯერ შორს არის კაცო და არათუ დეგეგე არ არის ჯერ გოცირიძეს 92 წელს ჯერ არ აქვს. არა, უკაცრავად ეხლა გამოსხმდა კი რა, ეს რა ქვია, სახელმწიფო ვალის გადახდა. სახელმწიფო ვალის გადახდა არა, ქონების გადასახად. ქონების გადახდა. ქონების გადასახადს გულისხმობ. ეს ჯერ არ იყო. და უფრო მეც გეტყვი კიდევ, საქმე ის არის რომ ჯერ არ იყო პრივატიზაციის კანონი, რომელმაც მოსპო ჩვენი ინდუსტრია. რომელიც იგი პრივატიზაციის კანონის მიზანი რა არის საერთოდ ზოგადად. ვინით გენ მაგის სათავეებთან? გეტყვი, ნუ ავთანდილაკაძე რა თქმა. და ეს რა ქვია. ნუ იყვნენ კიდე სხვა მინისტრი ავთანდილი. ხო და
ის გვამინდოდა რომ არ გამებნეს, აზრი არ გამებნეს, მოდის ვიხდი. ესე იგი, მიზანი პრივატიზაციის მიზანი არის ის, რომ სახელმწიფო სექტორიდან კერძო სექტორს უნდა გადაეცეს წარმოების საშუალებები იმისათვის, რომ წარმოება გაიზარდოს. ანუ მიზანი წარმოების გაზრდა და ჩვენს კანონში ჩაწერეს, რომ პრივატიზაციის მიზანი ბიუჯეტის შევსება. ესე იგი, ეკონომიკის განვითარებას კი არ ემსახურებოდა ჩვენი პრივატიზაციის მინისტრი, არამედ ეკონომიკის გაყიდვას, მოსპობას და ამითი ბიუჯეტის შევსებას. არა, აი თქვენი კოლეგები, ვთქვათ, აი მეორე პროფესიის კოლეგები, კაციშვილი არ შეეწინააღმდეგა ამას? პროფესიულად რო ვთქვათ. არა, იმათ ეუბნებოდა, რომ ბიუჯეტის შევსება ყველაზე მთავარია და იმათ ეჯერათ. ჯეროდათ. და გაჩვენე არ გამოჩნდა. აი ასე მივიღეთ ჩვენ მე ამ პროცესს. ერთადერთი მე ვიყავი, ვინც ლაპარაკობდი ბიუჯეტი ძალიან დიდი ბოდიში რა. ბიუჯეტი რა არის? ბიუჯეტი არის იქამდე შექმნილი სიმდიდრის უტილიზაცია. ბოდიში რა, საპირფარეშოზე მუშაობას ვეძახდი მე ამას. აი ეს ძალიან მკვეთრად ვცდილობდი გავამეხატა. რატო? იმიტომ რომ შენ ფულს ხარჯავ. ბიუჯეტი აგროვებს ცოცხალი ეკონომიკიდან ამოაქვს სახსრები და მე ანაწილებს და ამ განაწილებულ სახსრებს ჩვენ ვჭამთ. და უკეთებთ უტილიზაციას, ხო? აი ეგ არის ბიუჯეტში წასული ფული. როგორ შეიძლება ბიუჯეტი იყოს მთავარი ეკონომიკაში? მთავარი არის ეკონომიკური ზრდა. მაგრამ ჩვენმა დღევანდელობამ გვანახა, ხადია, ისედაც ვიცოდით, მაგრამ დღევანდელობამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ შეიძლება ეკონომიკური ზრდა იყოს, მაგრამ ხალხი ატაკდებოდეს. ხო, აი, ეკითხოთ. ეგ როგორ არის? საქმე ის არის, რომ არ შეიძლება რომ ესე იგი აი ამ ეკონომიკური კატეგორიებიდან და ეკონომიკის მდგომარეობის შეფასებიდან რაღაცა ერთი გამოყო და დანარჩენს ყურადღება არ მიაქციო. მარტო ეკონომიკის და კი არ არის. არის ეკონომიკის ზრდა, მერე მოსახლეობის კეთილდღეობის და მერე ჯინის კოეფიციენტი, მერე ისა მოხმარება რამ როგორ არის მოხმარება ქვია რა? ამას ესე იგი ხო და მოხმარება ის არის რომ ესე იგი რამდენს ხარჯავს ოჯახი ყოველთვიურად რამდენს ხარჯავს იმაზე საცხოვრის კვებაზე, ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, ანუ ყველაფერი ხო და ანუ რამდენის ხარჯვის საშუალებას აძლევს მას მისი ეკონომიკური გარემო. რამდენი ყავს დასაქმებული განათლებას როგორ იღებენ ბავშვები საშუალოს თუ დაწყებით თუ უმაღლეს თუ როგორ არის ეს ყველაფერი, ხო? აი ეს ყველაფერი არის ეს ხარჯვაშიც მოხმარებაშიც ეს აისახება და კეთილდღეობაშიც აისახება. ხო და ესენი გაიძახიან და დიდი ბოდიში ერთმა ბიჭებმა რო იშოვოს მარტო რამდენიმე მილიარდი ეს ზრდაზე აისახება. და შენ გეკნება ეკონომის იმისი თქმის უფლება რომ აი ეს და ნახე რამდენია, მაგრამ ეს დაისახა მარტო ერთ ოჯახზე. სიტყვაზე ვიძახე ხო? არა, იცი როგორ არის, ესე იგი, როცა რაოდენობრივობა უნდა თვისობრიობაში გადადიოდეს, ხო? თუ არ გადადის, ფილოსოფიის განმარტება. ხო, თუ არ გადადის, ესე იგი ცუდად არის იქ რაღაცა, ხო? მე ამას ჩვენ ესე იგი ჩვენი ეკონომისტები გაუცებელად ვიძახიან ინკლუზიური ეკონომიკა. რა არის ეს ინკლუზიური ეკონომიკა? ხო და ინკლუზივიტი არის მონაწილეობა და არა ჩართულობა. როგორც უყურთ ლაპარაკი, ჩართულობა არა ისა კიდე ჩანართი იმაში ხაჭაპურში გამიგინავე ყველის ჩანართი აქვს და იმაში რა ქვია ქუდაში კიდე ხორცია ჩანართი კიდე ჩანართი რაღაცას ვის ეს არის გამოჩანართი ხო და ეს არის მონაწილეობა ინკლუზიური ნიშნავს როცა მთელი ხალხი მონაწილეობს თანამონაწილეობით ეკონომიკაში მონაწილეობს მთელი ხალხი თანა არ უნდა თანა სხვა არის როცა მონაწილეობს ყველა როგორ მონაწილეობს ეს იმას ნიშნავს რომ აი ეს ეკონომიკურ კატეგორიებში როგორ აისახება ესე იგი როცა ინკლუზიური ეკონომიკა აქვს როცა ხალხი ეკონომიკაში მონაწილეობს მაშინ ესე იგი ინფლაცია 3%-ის ქვემოთ არის ეხლა რამდენია? ეხლა ბევრია თქმა შეიძლება? არა შეიძლება მაგრამ თქვათ შევიკავოთ ცოტა თქვათ არა იცით რა არის მე ახლა რო უყურებ და 300%-ით მეტი არა 300% არა ნუ
თქვათ ესე იგი ამ 3-200%-ით მეტი არის ხო? ხანდახან ცოტა ჟურნალისტიკასაც დაუბრუნდი ხა ჩემი შეკითხვა ხო გაიგე? არა, საქმე რა არის, ჩემო კარგო. ჩემ მოგიგლა, საქმე ის არის რომ ესეთ რაღაცებს წერს ეს სტატისტიკა, რომ ამ სტატისტიკისა მე ისე როგორც მანამდე ადრე მჯეროდა, ისე აღარ ამჯერა და ამიტომ ეხლა მე ვერ ვიტყვი რომ ზუსტად ამდენია მეთქი, არ ამჯერა იმ სტატისტიკის და რა ვქნა. გესმით ხო, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო? ნახეთ სად არის გასარკვევი სტატისტიკა. ანუ რაც შეკვეთ იმას დებენ იმ სურათს სასურველს არ მოგვიჩენენ ესე გამოდის ხო? ჩვენ ექსპერტი ხარ ამ საქმეში და გენდობი აუცილებლად იმიტომ რომ ამ ღრიჭოს ასე ვთქვათ მეც ვამჩნევ ჩანს ეს ხილული თვალითაც ორგანო ტუტვინი რაღაცა ადამიანს ეს ასე რომ მოჩვენებით ფორმალობაში ვართ ერთი საკითხია მე სტატისტიკა გესმის ერთი საკითხია და მეორე საკითხია ამ სტატისტიკის ინტერპრეტაცია ამას როგორ ინტერპრეტაციას აძლევენ იმ ციფრებს. ის კიდე სხვა არის. ხო. კარგი. შენი რეცეპტი რა არის? რა უნდა ეშველოს საქართველოს ეკონომიკას, ეკონომიკის პოლიტიკა შესაძლებელია. ვინ და გააკეთოს? მივიხედ შეგიძლია 10 პიროვნება დამისახელო, ვინც ამას ჩაუდგება სათავეში და შექმნის საქართველოს ეკონომიკური გადარჩენის და კრიზისიდან გამოყვანის კრიტერიუმებს, პრინციპებს. ხო, იცი საქმე როგორ არის რომ მართალია ეკონომიკა არ არის ზუსტი მეცნიერება, სოციალური მეცნიერება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ძავში მაინც ეკონომიკურ მეცნიერებას შეუძლია საკმაოდ მაღალი სიზუსტით შეადგინოს გეგმა და განახორციელოს ისე რომ ესე იგი შედეგი დაემთხეს გეგმას 100%-იანად თუ არა 80%-ით მაინც დაემთხეს. და შეიძლება კიდეც გადააჭარბოს, ხო? არ არის ზუსტი მეცნიერება, მაგრამ ტრენდს ესე რომ ვთქვა, ტენდენციას კარგად იჭერს, კარგად იჭერს. ეხლა ეკონომიკას აქვს ძალიან მარტივი კანონები რა. რასაც აი ეკონომიკა მაინც ძალიან ახლო არის გარკვეულწილად სოციოლოგიასთან, ფსიქოლოგიასთან და აი ესეთ მეცნიერებებთან რა და იდეოლოგიზებული არ უნდა იყოს ეკონომიკა არ უნდა იყოს იდეოლოგიზებული რატომ ახლა გეტყვი მაგრამ მეორე შეიძლება ვთქვათ რომ ან კიდე ძალიან კაცრად უნდა იყოს იდეოლოგიზებული და რას გულისხმობა გააჩნია რომელი იდეოლოგიაზე ვლაპარაკობთ ხო ესე იგი მაგალითად ხო გვინახავს სხვა ვიდეო კადრები რაღაცები გვინახავს რომ ისა რა ქვია რომის პრაიდი რაღაცას რომ მოინადირებს ხო ჯერ პრაიდის უფროსი მამალი ლომი მიირთმევს კი ბატონო მერე მდედრები და მხოლოდ შემდეგ ლეკვები ბოკერები საოცარია ხო თითქოს სასწაულია მაგრამ ეგრეა ხო და ეს რას ნიშნავს? ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ განა შეიძლება რომ ამ პრაიდმა საერთოდ არაფერი არ მოიპოვოს და კარგად იცხოვროს. ბუნებაში გამორიცხულია. გამორიცხულობის შემთხვევაში. ხო და ეხლა მაგალითად სოციალისტები იძახიან, რომ აი მაგათ იგივე ამერიკაში და იგივე ჩვენ ზმა რომან გოცირიძე იძახდა, რომ აღარ არის დღეს ინდუსტრიული ეპოქა პოსტინდუსტრიულია და ჩვენ არაფრის წარმოება არ გვჭირდება. შეგვიძლია ვაჭრობით ვიცხოვროთ. ბოდიში და რითი უნდა ივაჭრო? რითი უნდა ივაჭრო? სხვისი წარმოებულით? რისი გამოსწორებაც ახლა ამერიკაში მიმდინარეობს. მაგრამ ამას შემერე შევეხოთ. ხო და ესე იგი შენ რა გგონია რომ სხვისი წარმოებულით ივაჭრებ და შენ ამით იცხოვრებ? ეს ქვეყანას გაგიმდიდრებს? ის იმიტომ აწარმოებს რომ თვითონ მიიღოს მოგება შენ კი არა. კი ბატონო. ის რაღაცას თავისი მოგება რო აქვს დაგეგმილი იქიდან რაღაცა პატარას დაგითმობს. წილადებს პატარას დაგითმობს იმისათვის რომ შენ მიეხმარო იმას გაყიდვაში. მოხმარებელი იყო მისი. მოხმარებელი იყო, გაუმრავლო მოხმარება. ხო, ამიტომ შენ თვითონ თუ არ აწარმოებ პრაიდმა თვითონ თუ არ დაიჭირა კამეჩი ან ისე რა ქვია ანტილოპა მოკვდება მშიერი და ჩვენც ეგაგვჭირს რომ არ ვაწარმოებთ და ეს დაიწყო იქიდან 92 წლიდან რომ ჩვენ თურმე
არა გჭირდება წარმოება და ინდუსტრია. და ამის მთავარი იყო ბატონი რომან გოცირიძე, ხო? განაჩენებით ერთად იყვნენ, აბა გადახედა რა გუნდი ჩამოაყალიბა მაშინ, რომ ჩვენმა ბატონმა რომანმა ვინ აყავდა? ეკონომიკის მინისტრი ბატონი მიხეილ ჯიბუტი, პრივატიზაციის მინისტრი ბატონი ავთანდილ სილაგაძე, ეკონომიკის შემდეგი მინისტრი იყო, ვინ იყო? ვლადიმერ პაპავა. დიახ, სამი აკადემიკოსი უკვე. ხო. და ისა რა ქვია, ნუ ფინანსთა მინისტრები ხშირად იცვლებოდნენ, მაგრამ ისე მომართავდნენ, რომ ზეპირად უნდა ვიცოდე ესენ როგორ იცვლებიან. არა, მე ხო კაცო. ეკონომიკა ჩამოქცეულია და მე მინისტრი როგორ იცვლება, რაში მაინტერესებს კი ბატონო. ბოდიშვილი ფინანსთა ministrებს უბრალოდ მაყურებელთან აქსულელი არ ვეგონო, ხო? ხო და ფინანსთა ministrებს უბრალოდ არ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ ფინანსთა ministrs არც მოეთხოვება. ფინანსთა ministrs უფლება და მოვალეობა არის, რომ ხარჯოს, მოაგროვოს გადასახადები და კარგად და სწორად დახარჯოს. ამიტომ მაგაზე ხმას არ ამოვიღებ. ეგენი არ არის შექმნაზე მოისა ორიენტირებულები, სიმდიდრის შექმნაზე. ძალიან საინტერესო მე სახება მაგალითად მე სამივეს ვიცნობ რა თქმა უნდა კარგად. დავპატიჟოთ და დაგისვა მაგერ შენ ჩემი გუნდიდან შენ მაგალითად ნასყიდას დარბოეჟოს და გამოჩნდება ეგ თეთრი და შავი ყველაფერი. რატომ ჩვენ ამ შეფასებას არ ვაკეთებ თუ? კი ბატონო, კი ბატონო. და იმ ძველი წარსულის რეალობით როცა ხა მაშინ განადგურდა ეკონომიკა. ეხლა ერთი რაღაცა მინდა შენ გადასარევი შედარება გააკეთე ლომების პრაიდთან დაკავშირებით. გეთანხმები, მაგრამ ნახე ლომი გამოდის ანადურით იმ შემთხვევაში, როცა მან იცის რომ იმ მაშინ მინდორში მოიპოვება ეს თრითინა თუ მარტორქა თუ ანტილოპა თუ რაღაცა და უნდა ინადიროს. და ჩვენ რო გამოვიდეთ ასე ვინადიროთ, ჩვენ ეკონომიკა ჩამოწეული ეხლა არა, მე ხო მაშინ დაზოლაბარ. შენ მაშინ ხო და ეხლა რო არაფერი არ გვაქვს. არა, ეხლა ყველაფრის პრიხვატიზაცია რო გაკეთდა, ყველაფერი ჯიბეში რო ჩაიდოდა და შენ ფანტასტიკური ტერმინი შემომაშველე და სატუალეტო ბოდიშვიხტი ჩემს მაყურებელთან ეკონომიკას აწარმოებენ, პარაზიტულ ეკონომიკაზე ისე საუბარი და დღეს მაგალითად ქართულ ოცნებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ყავს, ვინ ტურიზმის სფეროდან წამოსული, პარაზიტული ეკონომიკიდან წამოსული. და არც არავინ არ ფიქრობს რომ კარგია, როცა დანარჩენიც გაქვს ტურიზმი. არა, ის კი, ის დანამატი იყოს. რუსები რო ეტყვიან ვიშინკა ნატორტე, ტორტი თუ გაქვს, იმასაც დაადებ. რა ვქნათ ინდუსტრიაზე რატო არ ფიქრობს არავინ? რა არის ეს? გვიგრძალავს ვინმე? მოდი დავარქოთ თავის სახელი. არა, ნუ ხო რა. მაგრამ გამოდის ოცნების ხალხი გვიგრძალავენ ეკონომიკას. არა, ეგ მართალია, სწორია. მთელი ახლის განმავლობაში გვიგრძალავენ. შენს მაყურებელს, შენს მრევლს, შენს ამომრჩევლს ხომ დაუხრეს და იქ ცოტა სხვანაირად ვიკრუგებით. იმაში ამერიკის საელჩოსთან იქნება თუ ჰერჩინსკის იმასთან საელჩოსთან ეს. ხო, კი. და სხვანაირად მოვთხოვთ პასუხს. ხომ და მითხრა მე შენს ამომრჩევლს ხომ და მიმართო და უთხრა ხოცები რო რა მნიშვნელობაა გამო. ისინი ყურმოჭრილი მონები იყვნენ ამ დასავლეთის და ვის უნდა ჩვენ ჭირდებით მომხმარებელ ბაზრად, ხო? მეტი არაფერი. სხვადასხვა ფუნქციები, სხვადასხვა. ყოველ შემთხვევაში ის არა რომ ჩვენ ესე იგი ინდუსტრიაზე არა საერთოდ რო განვითარდეთ და წარმატებული ქვეყანა ვიყოთ, წარმატებული ერი ვიყოთ, ეს არავითარ ვინ გვიშლის ამაში ხელს? არა, ბოდიში. კაცო, ვინც გინდა გიშლიდეს და ვინც გინდა გიგზალავდეს, შენ რატო ემორჩილები, კაცო? გადაწყვეტილების მიღები ხო შენ ახლა? ის დაგიშლის, აბა რას იზავს, კაცო? ცხადია რომ დაგიშლის, ვინ არ დაგიშლის? რუსეთიც დაგიშლის, თურქეთიც დაგიშლის, ირანიც დაგიშლის, ევროპას დაგიშლის, ამერიკას დაგიშლის და ყველა დაგიშლის. რატო დაგიშლის ყველა? იმიტომ რომ ყველა შენი კონკურენტია. შენ რასაც არ აწარმოებ, ეს დარჩება თიმად. მორჩ რაც შენ დაგაკლდება, იმათ შეემატება. რა მარტივი ფილოსოფია. ამე ესეთი უბრალო რამეა. როგორ მარტივად ახსენეს ყველაფერი. გესმით ხო? ჩემო ძვირფასო, აი სად არის გასარღვევი ყველაფერი. ჩვენი განვითარება არავის არ უნდა. არც ევროკავშირს, არც ამერიკას, არც რუსეთს, არც ჩინეთს, არც თურქეთს, არც ირანს და არც აქ რეგიონში მოთამაშე აზერბაიჯანს და სომხეთს. გილა, ჩემო კარგო, ჩვენ ხო ლაპარაკობთ განვითარებული ქვეყნები და განვითარებული ქვეყნები, ხო? დიახ. არ არის სწორი ტერმინი. ასე არ ქვიათ. აბა? მაგათ ქვიათ განვითარებული ინდუსტრიის ქვეყნები. ინდუსტრია გვაქვს გამორჩენილი. ხო, ინდუსტრია სპეციალურად გამოტოვეს, ვინც ეს ტერმინი ჩვენთან შემოიტანა. ხო, ეხლა იმიტომ რომ რისი განვითარება, ხო? შეიძლება ვთქვათ ეხლა გერმანია განვითარებული ქვეყანაა და რითია განვითარებული? ინდუსტრიულად. თორე სრულიად განვითარებული ტიბეტია, გერმანიაზე მეტად პრობლემაა. სოსო, რა მინდა იცი?
აი შენი ანალიზი ამ წუთას დამებადა ეხლა ეს კითხვა არც მიფიქრე ეს უცებ შენ მომეცე ეგეთი სატოპკე რო იტყვიან რა ამიცი პოსაბჭოთა სივრცეში საკუთარი ინდუსტრია ასე მოისპოს ალბათ ჩვენ ვართ პირველები ხო საკუთარი ინდუსტრია ჩვენთან განსაკუთრებით ბელორუსიამ ყველაფერი შეინარჩუნა დასავლეთს ბელორუსია დღემდე მიაჩნია და ლუკაშენკო მართლ დიქტატორად კაც ერთი გოჯი მიწა არ გაუყიდია ერთი კოლმეურნეობა ფაბრიკა მეურნეობა ეს ტრაქტორები მრეწველობა ერთი ქარხანა არ დაუხურა ყველაფერი მუშაობს ყველაფერს აწარმოებს სუფთას ბიოს და ასე შემდეგ მთელ ევროპას ამარაგებს ექსპორტზე მუშაობს ისე ვინ ყოფილა დიქტატორი ამ თევროპას ვერ ამარაგებს მაგრამ ნაცის ხო ამარაგებს ყოველ შემთხვევაში მესამე ქვეყნებს ამარაგებს ეგრეთ წოდებული მესამე ქვეყნები შემთხვევაში ის მესამე ქვეყნების ბაზრის ის ნაწილი ამან წაართვა ნაწილი გერმანიას, ნაწილი საფრანგეთს, ნაწილი ამერიკას, ნაწილი ჩინეთს. გამიგე? თავისი წილი უკავია მსოფლიო ეკონომიკას. და რატოა დიქტატორი ეს კაცი მაშინ ვერ ამეხსნას ვიღა? არა, დიქტატორი მე არ ვამბობ რომ დიქტატორი. მე ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ იქიდან და რეპორტაჟს გავაკეთე. პირიქით არის აქ საუბარი. მეც და ჩემი ოჯახი და ძალიან ბევრი ვიცით ჩემს თემაში ვეძებთ ბელორუსულ მაღაზიას და პროდუქტებს. ხო, და შორის ჩვენ და სუფთა ყველაფერი კაც ხა ვატყობ ხო? აგერ კოსტავას ქუჩაზე. შიდა ქართლის, კი, შიდა ქართლის ვაშლი მაგალითად არგენტინიდან შემოიტანეთ აგერ ქართული ეკონომიკის მამაწოდებულმა და რო შემოგასაღეს ლიბერალებმა ეს ბატონი ბენდუქიძე ხო? პრასი არ გინდათ გვაქვს თქვა და იმათ პრასის მეტი არაფერი არ ქონდათ, პრასი ქონდათ, მაგრამ და არ გინდათ გვაქვს და პრასიც აღაროა. ნიდერლანდებიდან შემოვაქვს პრასი. აი რა. ხო. მივხვდით ხო, სად ვართ? მეორადი პროფესია ბატონი სოსოსი. აქვეა, ჩემ მეგობრის ეკონომისტი და მაგრამ პირველი არის, აი ხედავთ ამ პრობლემას. ძალიან სიგნისებად ხედავთ და აქ ეხლა ვიღაცა ტურიზმის რაღაცა ვითომ წარდა ვის აბოლებთ ხალხო თქვენ? ვის აბოლებთ მართლა რა? ეგრეთ წოდებული ეკონომიკის მამები კი არა ერთი მასში ხარ სადმე მოსაკუჩებელი და სადმე ზღვისკენ გასაყენებელი რა. 30 წელია ქვეყანა ბუქსაობს ადგილიდან ვერ დაძრულას კეთილდღეობა ხალხზე არასახულა არაფერი რა იზრდება ვის ატყუებთ რა. აგერ გიდასტურებ და გეუბნები და მივისტრაფეთ ისე ევროპისკენ და დასავლეთიდან რომელიც ლუკაშენკოს იმას ეძახის რა ქვია დიქტატორს და სააკაშვილი ხო ყავდათ შუქურა იმისი რა ქვია დემოკრატიის და ოაზისის შეგვიქმნა და ეხლაც მის განთავისუფლებას გთხოვენ ეს არამზადები ესენი და საკუთარი ყველაფერი მოусპეთ აბსოლუტურად ყველა უნიკალური ჯიშები უნიკალური საწარმოები უნიკალური ქარხნები ფაბრიკები და რამდენი ვიცით, რამდენიდან გვაქვს ჩვენ რეპორტაჟები გაკეთებული იგი 80-იან წლებში. ხო გახსოვს არა? აი მარტო ეხლა გავიხსენებ და სოსო დამემოწმება რამდენიმე წერილი მაქვს გაკეთებული, მეც ყოველ პრაქტიკას და იმას ეკონომიკის საკითხებზე და შენ მithumetes ამის სპეციალისტი და ექსპერტი ხავი ჩემო მეგობარო. წერეთლის პროსპექტზე რო იყო ზუსტი ხელსაწყოების, ანალიზის ხელსაწყოების ქარხანა. დღემდე მაქვს 111 დასახელების ზუსტ ხელსაწყოში და სოფლიოს 80 ქვეყანაში იგზავნება 60 თუ 80 ქვეყანა. ზუსტად არ მაქვს, მაგრამ უდიდესი მასში. და იყო მოთხოვნა და შესრულებას ვერ აუდნენ. საწავიდა ჩაიდო ემერჯენერმა იმაში ჯიბეში და წაიღო იმაში და სადღაც იტალიის რომელიღაცა ტბაზე ნებივრობს ახლა ვინმეს მოთხოვა პასუხი. ეხლა მე რას ვერჩი მაყურებელს რას მივმართავ, მაგრამ ამას უყურებთ ჩვენ რეალობაში. ამას უყურებთ და თუ ვინმეს ეკონომისტებს რაღაცა მუნდირი აგეწვათ ეხლა ჩვენი საუბრის შემდეგ, ბატონის საუბრის შემდეგ, ჩემი ასე ვთქვათ ამ გაცხარების შემდეგ, მოგძანდით აქ, დავჯდეთ. მithumetes ეს ხალხი მე ტრები კი არ არის ჩემი მეგობრები, მაგრამ შესწომისგან არავინ არ არის დაზღვეული, ხო? დღემდე იქ არის რომანა კოცილიძე ჩარჩენილი და დღემდე ის მართავს ეკონომიკურ პოლიტიკას, კაც საქმე რა და აქციეს ქვეყანა აქ საქმე რა არის ისი რომ ჩამოგიგლა არის ახლა რა მინდა მე ხშირად ვამბობ სოსო ეგეთ რაღაცას აი წარმოვიდგენ რომ გემი იძირება აი ქართული ეკონომიკის გემი იძირება და კაიუტაში სადღაც ჩაიძირო ტრიუმში არის თქვა შენაირი ადამიანი მოთავსებული და იქ რაღაცა იუნგას იმ სტილში ხარ და ზემოთ კაპიტანი აკადემიკოსი კაპიტნები რა ეხლა და
ვერაფერს ვერ შევლინა. ეხლა შენ თუ ზემოდამდე იმ კაიუტამდე მაინც არ ამოგიყვანეს. იმ გემს უშველი რამეს, როცა შენ რეცეპტი იცი. იგივე შენ, იგივე ნასყიდადარბოშელი, იგივე სხვები და სხვები. უნიკალური ეკონომისტები ყავს შენ. ამასინათ ხარაგაულიდან და ამერიკა ერთმა ადამიანმა რაღაც სხვა საკეთე ეკონომისტი განათლება. ისე იმჟელა და ისეთი რაღაცები გააკეთა, აი შენთან ასკედან ამიდექი თვალწინ რა. ახლა სიღრმისეულა, გასო არაფერს არ უაწარმოებთ, რისი ეკონომიკის მიერ რა გვაქვს ჩვენ? დამ დროს თანაინვესტორების ფონდი, იმის ფონდი, ამის ფონდი, მილიარდიანი რაღაცა ერთი ქარხანა 30 წლის მანძილზე არ აშენდა და არ აღორძინდა. მაჩვენეთ, ვწდები? ხო, არ ვწდები, მაგრამ სერიოზული ინდუსტრიას თორე ხარ. რაშია საქმე, იცი რომ ქარხნები როგორ აშენდა და ძალიან ბევრი ქარხანა აშენდა. არ მუშაობს. იმ დოზის და დონის. არა, იმ დოზის და დონის ვერ არა, ბოდიში. ეგ ეხლა სუბიექტური ფაქტორით ეგ არ არის გამოწვეული. აბა როგორ მითხარი? საქმე ის არის, რომ ის მაშინ ამხელა 200 მილიონიან სახელმწიფოში ხო, იყო საგეგმო კომიტეტი, ცენტრალური საგეგმო კომიტეტი. ის გეგმავდა. არა, დამაცა. ხო და ის არ ითვალისწინებდა ისეთი იდეოლოგიის სახელმწიფო იყო, რომ იქ მისთვის არ იყო საჭირო, ასე თვლიდნენ, რომ არ იყო საჭირო კონკურენცია. ამიტომ იყო დიდი გიგანტური საწარმოები, რომელსაც არ ყავდა კონკურენტი და ის ამარაგებდა მთელ საბჭოთა კავშირს. თუ შეეძლო. თუ არა და 2 იყო, 3 იყო რა. აი მაგალითად იგივე ელმშენებელი ქარხანა ისა 2 იყო, რომელიც მუდმივდენზე მომუშავეს უშვებდა და 1 თუ 2 იყო, რომელიც ცვლადენზე შეყოფნიდა საბჭოთა კავშირს. ხო და ასე იყო ავტობუსების ქვეყანა, ისა ავტობუსების ქარხნები 3-4 იყო, ასე იყო განაწილებული, ხო და ეხლა დიდ ისა საბაზრო ეკონომიკა სხვანაირად მუშაობს. იქ თუ საგეგმო კომიტეტის კვალიფიკაციაზე იყო, ესე იგი დაყრდნობილი აი ასეთი ეკონომიკის მუშაობის წარმატება, საბაზრო ეკონომიკაში ეს ეყრდნობა კონკურენციას. ამიტომ 2 და 3 კი არ უნდა იყოს, უნდა ბევრი იყოს, რაღაცა რაოდენობა უნდა იყოს, რომლებიც ერთმანეთის გასწრებას შეეცდებია და ეს ჯანსაღი კონკურენცია. ხო, ეს იმას ხო ჯანსაღი კონკურენცია. ხო და ეს აამაღლებს ხარისხს და საბაზრო ფასებს მოგცემს. საბაზრო არ მომაქვს დაბალ ფასებს. საბაზრო ფასი არის ის მინიმუმი თუ ის ოქროს ჭრილი, რომელიც აკმაყოფილებს მყიდველსაც, გამყიდველსაც და ხარისხსაც. კი ბატონო. ფასი და ხარისხის გადაკეთაზე. კარგი, მაგრამ ხო და ამიტომ დღევანდელ სიტუაციაში იმხელა ქარხნები ვერ იქნება გამორიცხული. აი მაგალითად დიდი გიგანტური, მაგალითად საკონსერვო, ახლა მაგალითად აი თბილისში, ხო, თბილისში. იყო ამიერკავკასიის მასშტაბით იყო ერთადერთი საფუარის ქარხანა თბილისში და მთელ ამიერკავკასიას ამარაგებდა. ეხლა მისი ტექნოლოგიის გამო ეს ყოფნიდა ამიერკავკასიას, მაგრამ ის აღარ ეყოფოდა რუსეთსაც. იმიტომ რომ მაშინ სხვანაირი საფუარი იყო, მაშინ ცოცხალი საფუარი იყო, საპნის ნაჭრებს გავდა. საფუარი და შიგ ცოცხალი საფუარი სოკო იყო გესმის და ის დიდხანს ვერ ძლევდა, ის რო გამოვიდოდა 2 დღე, 3 დღე და მორჩა დამთავრდა, მეტი არ აქონდა იმას ვადა, ვარგისიანობის ვადა გესმის და ახალი უნდა გამოსულიყო. სამაგიეროდ ცოცხალი იყო და გემრიელი პური წვებოდა. კი, ძალიან. ხო და ამიტომ ესე იგი აი ტექნოლოგიის გამო და აი რაღაცის გამო ესე იგი ის აი ამ მასშტაბს ამერიკაში გასაგები გეთანხმები ხო და ამიტომ ესე იგი საბჭოთა კავშირში ვერ იქნებოდა მხოლოდ 2 და 3 ამ ხელა ქვეყანაში არა ის იქნებოდა ალბათ 10-15 სავარაუდოდ ისევ როგორც ხორცს კომბინატი არ შეიძლება ერთი გაწევს და საბჭოთა კავშირში და ეს იყოს კი ბატონო მაგრამ სამაგიეროდ ისა რა ქვია ელვამშენებელი არის თუ მეტალურგიული ის წელი საბჭოთა კავშირისთვის 3-4 საკმარისი იყო კი ბატონო ის არაფუჭდება გზაში რკინა კი ბატონო კარგი ეხლა მე სხვა თემაზე გადავალ პრინციპში მაგრამ ერთი რამე მინდა გითხრა თქვა აი შენ რო თქვი აი ესეთი გიგანტი მრეწველობები აღარ იყო საჭირო რაღაც იგივე ბელორუსი რომელიც ვახსენე ესა ბელაზის ქარხანა შეინარჩუნა კი რა განავრცო და მთელ მსოფლიოს ამარაგებს უკვე 400 ტონიანი აღას გადამზიდავე სასწაული მანქანებს აკეთებს ხო მეტახმები ანუ ნახეთ შეინარჩუნა განამტკიცა და თანამედროვე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს მოერგო და გააკეთეს კაცო აი საინჟინრო ინტელექტუალური პოტენციალი შეინარჩუნეს და განავითარეს და ყველაფერი მორჩა რა. შედეგია. ბელაზე იქნებოდა თუ სხვა ბელარუსული საწარმოები.
ისეთ კარგად და წარმატებით მუშაობდა თავიდან განსაკუთრებით, იმიტომ რომ სანამ დიქტატორის მას მიანიჭებდნენ, მიაკრავდნენ ლუკაშენკოს იქამდე, ხო? იქამდე ის თანამშრომლობდა მთელ მსოფლიოსთან. ხო და არა, ჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა გერმანულ საწარმოებთან. ჩვენ არ ჰქონდა? არა, სხვა რამეს გეუბნები. სანამ დიქტატორის სახელს ჩამოკიდებდნენ, რა ქვია იმას. იქ ხო ფირნის ხო და მე გადაუკეტეს გესმის და მე ესე იგი ერთადერთი დარჩა ამ ველაზის ქარხანას თანამშრომლობის საშუალება რუსეთთან და ჩინეთთან. მაგრამ მიუხედავად ამისა, ანუ ხელოვნურად დაუკეტეს გზები. და მიუხედავად ამისა, მაინც არ დაიხურა. მაინც არ ჩამოიშალა. ხო, დაამთავრდა რა. კი ბატონო. შედეგიდან საზღვრება პოლიტიკოსის იგივე კამაზი, აი კამაზი, ხო, კამაზი, რუსული კამაზში იქ აგრეგატების ნახევარი იყო ისა გერმანული. ხო, მაგრამ სახელი გადიოდა იმის გასაგებია. ეხლა აღარ არის გერმანული, აღარა წლის გერმანია, მაგრამ მაინც მუშაობს კამაზი. კი ბატონო, გადავერთოთ მეორე თემაზე, საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა. დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია აი ეგრეთ წოდებულმა დავიწყოთ ამით 6 მილიარდიანმა ინვესტიციამ და ზოგადად საინვესტიციო პოლიტიკამ. მე ვიცი, შენი მოსაზრება ვიცი, ნასკას მოსაზრება ვიცი, ჭკვიანურად და სწორ გონივრულად მოაზროვნე ეკონომისტ გარკვეული პლეადის მოსაზრება, რომ პირდაპირ ინვესტიცია მოყავს ქვეყანას და ასე შემდეგ. რას მოგცემს ჯერ? მოდი ესე ძალიან მარტივად და ჟურნალისტურად აი ხალხო მეორე პროფესია პირველი პროფესია გაიხსენ და აუხსენე ჩვენს მაყურებელს უთხარი მშვიდად. რისი მომტანია საქართველოსთვის ეს 6 მილიარდიანი ინვესტიცია? რამე საფრთხეებს შეიცავს თუ არა ეს და რის ხარჯზე შემოყვავს? იცით რა არის? მოდი შემოგიგლა ცოტა სხვანაირად დავიწყოთ. ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ებრძვის deep states, ისევე როგორც ტრამპი. კი ბატონო. ხო? და ის თითქოს აუჯანყდა მას, რა ქვია, ევროკავშირს. კი ბატონო. მაგრამ რა ნაწილში აუჯანყდა? აუჯანყდა იმ ნაწილში, რომელიც აი ამ ჯგუფის ხელისუფლებაში ყოფნას საფრთხეს უქმნიდა. კი ბატონო. მაგრამ ის რა ქვია ის ხელი შეშლა და ის რა ქვია ის თუ გინდა აკრძალვა დავარქვათ სხვადასხვა დარგების განვითარების რაც აქამდე მოდიოდა ევროკავშირიდან ის ისევ ისეა და ისევ იცავს აგროსექტორი, მრეწველობა, რეალური ისევ და ისევ ამ მიმართულებით არ მუშაობს ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებების განვითარებაზე. მე მაგალითად ახლა რო ავიღოთ ვინც მართლაებრძვის deep states ეს არის შეერთებული შტატების დღევანდელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ხო? იმან ადმინისტრაცია თავისი პრეზიდენტის ბრძანებით აკრძალა ელექტრონული ფული და ელექტრონული ფულის მიმართულებით მოძრაობა ბატონმა დონალდ ტრამპმა აკრძალა ამერიკაში. ეხლა ევროკავშირი ცდილობს დაამკვიდროს ისა რა ქვია ელექტრონული ფული და ჩვენ აქ ჩავეწერეთ მოხალისეთ როგორც პიონერები. ეს რატო გვახასიათებს ეგაც მარო თქვას? ეხლა ყველანაირი სისულელე გვახასიათებს და ეგეც გვახასიათებს. მე სულ არ მიყვის. ხო და აი აქაც ეს არის ეს deep state-ის გამოგონილია ეს ელექტრონული ფული. ეს მართლა ფული კი არ არის კაცო. ეს არის საზოგადოებაზე კონტროლის ტოტალური კონტროლის მექანიზმი. ამას ფულთან არაფერი კავშირი არ აქვს, საერთოდ ფული არ არის. ეხლა მაგალითად ზოგს გონია რომ ბიტკოინი არის ელექტრონული ფული. არა ბატონო, ის სხვა რამეა, ეს სხვა რამეა. ეს არის ეროვნული ბანკების ელექტრონული ფული, რომელიც არის საზოგადოების ყოველი წევრის კონტროლის საშუალება. იმასთან რა ქვია ელექტრონულ ჩიპირებულ ID ბარათთან ერთად. ხო და ისე რომ ის იმ ნაწილში, სადაც ევროკავშირის რეკომენდაციები თუ ბრძანებები უშუალოდ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნას არაფრით არ ემუქრება, იქ არავითარი წინააღმდეგობა ჩვენსა და ბრიუსელს შორის არ არის. საინტერესოა. გეთანხმებით.
ეხლა დავუკვირდი ამას პირველად აბსოლუტურად გეთანხმები. კეთილი. საბანკო სექტორი და მე გადავერთვით ამ საერთაშორისო ვერტიკალზე. საბანკო სექტორზე მაინტერესებს შენი შეხედულება. ყველა მთავარი ოპერატორი, ვინც საქართველოში მოქმედებს, არის უცხოური წარმომავლობის, ხო ესეა? რა თქმა უნდა. მილიარდები იღუნება უკვე. მილიარდიან მოგებაზე სექტორი გასული. რის ხარჯზე და ვის ხარჯზე? საერთოდ საბანკო სექტორი ეგ ცოტა ესეთი თული წარმონაქმნია რა, თავიდანვე როცა ის წარმოიშვა რა თქმა უნდა, კერძო მოგების მიღების მიზნით წარმოიშვა, რა თქმა უნდა, ცხადია ხო? ხო და წარმოიშვა ვენეციაში. ნუ შემდეგ ამ ვენეციელმა ადამიანებმა, რომელიც ამ რაღაცა ელემენტარულ ოპერაციებს, საბანკო ოპერაციებს ჭყალებში, მაგრამ მაინც იყო რო გასცემდნენ სესხებს და მოგებით ამოიღებდნენ, ესე იგი ეს ნელ-ნელა ცენტრი გადავიდა ჯერ ევროპაში და მერე ინგლისში და უკვე საბანკო სექტორად ჩამოყალიბდა უკვე ინგლისში. მაგრამ თუმცა ეს კავშირი შენარჩუნებული იყო, ესე იგი ინგლისი, ჩრდილოეთ ევროპა და ვენეცია. ხო და მაგრამ საქმე ის არის რომ ხა საზოგადოების სიკეთის თვალსაზრისით ხო საბანკო სექტორი უნდა ემსახურებოდეს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას. თუ ამას ის არ ემსახურება, მის არსებობას აზრი არ აქვს. ხო და ეხლა ჩვენი საბანკო სექტორი შეიძლება ითქვას, რომ არ ემსახურება საზოგადოების სიკეთეს და საზოგადოების განვითარებას. ემსახურება მხოლოდ აი დიდი მოგების მიღების მიზანს და იმ დიდი მოგების მიღების მიმღები, ანუ ბენეფიციარები ხო არიან ამ ჩვენი ბანკების მესაკუთრე უცხოელები რა. იგივე TBC ბანკში მაგალითად ქართველების წილი არის 16%. კი ბატონო, ამ დროს თავის დროზე გაცილებით მეტი იყო, მაგრამ აღსვეს ეს. ხო, მაგრამ არა, ამ ქართველებმა შექმნეს აქ ჩვენთან ეგრეთ წოდებული ყაჩაღი ბანკები, ჩვენი ასეთივე დოყლაპია და ასეთივე ყაჩაღი ხელისუფლებების ხელში და მათი თანამონაწილეობით. და მერე როცა ამ უცხოელმა დაინახეს, რომ თურმე ეს იმისთანა დოყლაპიების ქვეყანაა, რომ აქ შეიძლება ბანკს ჰქონდეს ამხელა მოგებები. და სადაც თურმე კრედიტი შეიძლება იყოს, პროცენტი შეიძლება იყოს წლიური 30 და 35% და ვიფიქრეს ბიჭო უკეთესი საზრეშადო ფული ხო. თავშენდების სოფლიოში არ არსებობს ეგეთი ქვეყანა ბანკი რომ 35% ჭრიდეს. სად არის ეგრე კაცო? რამდენია მაქსიმუმი ბარემ უთხრათ ესეთ? არა. უცხოეთში. არა, საშუალოდ ეხლა არის 4-5% წლიური. აქ რამდენია? არა, აქ ეხლა მეგობრებისთვის არის 8-9% და ნათესავებისთვის და უფრო დანარჩენებისთვის არის 15-16-18 უფრო მეტიც არის ეხლა ისა მიკრო ორმაგი 4მაგი მოგებაზე მუშაობს და არაფრის განიღება. არა, 30-იც არის და 30-იც არის კი იმას ლიბერტი ბანკი აკეთებს. მიკროსაფინანსოებში და იმაში კიდე სხვა ამბავია კიდე. და დღეს მაგათ იმაზეა ეს ქართული იმის. აი ჯერფასებოა. ხო და რაც თავარია, მთელ ქართულ საბანკო სექტორში საერთოდ არ არსებობს, საინვესტიციო გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი. თვითონ აი როგორც საბანკო პროდუქტი, ეს საინვესტიციო კრედიტი უბრალოდ არ არსებობს. ხო და ამისი პრეცედენტი არ არის სოფლიოში, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს საინვესტიციო კრედიტი და იმ ქვეყანას რაიმე ეკონომიკური წარმატება ჰქონდეს. ამით რაიმე ეშველოს. ხო, ანუ ხო რა წარმატება ჰქონდეს. ამიტომ ესე იგი, როცა ჩვენი ხელისუფლება დღევანდელი ან წინა ამის წინა აცხადებდა, ისიც იგივეს აცხადებდა, რომ ჩვენ დიდი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და სასწაულად ვითარდებით, უნდა ვნახავ, რომ ამხელა ისა საინვესტიციო კრედიტი არ არის ქვეყანაში. ამხელა ის არის საპროცენტო განაკვეთია და შენ ზრდას აცხადებ. ცხადია, აქ უნდა მოძებნო, რაშია საქმე? რაღაცა დიდი ბლეფია რა. ხო და რაში მდგომარეობს ამ ბლეფს, ეს ბლეფი თუ კიდევ ვილაპარაკოთ. კი ბატონო.
ეხლა გამახსენდა შენმა ნათქვამო, რომ საქართველოს არც ერთ ბანკს არ გააჩნია ეგეთ რაღაცა. მე ერთადერთი გამონაკლისი შემიძლია გითხრა, ეს იყო ევროპის ბანკი, აი ხეთაგუროვის ქუჩაზე აქ იმაზე 2005-6 წლებში ჩვენ გქონდა ამ ბანკის ერთადერთი ამ ბანკს აღმოაჩნდა ჩემოსოსო აი ინვესტიციების რაღაცა განყოფილება მივხვდი, ინოვაციებზე და გამოგონებებზე და მაშინ მახსოვს ინვესტიციების განყოფილება როგორ არ არის კაცო? არა, მაგრამ საინვესტიციო გრძელვადიანი კრედიტი. არა, გრძელვადიანზე არც. აბა გრძელვადიანი თუ არ არის, ის არ არის. ხო და მაგას ვამბობ რა და საინვესტიციო კრედიტი რას ნიშნავს, იცი რომ კრედიტის გადახდა მინიმუმ უნდა 5 წლის შემდეგ დაიწყო. 2 და ხო, 3-5 მაქსიმუმ. არა, 2 და 3 არა, მინიმუმ 5 შემდეგ. შეიძლება ვაფშე 10 წლის შემდეგ დაიწყო. და ისიც ნორმალური პროცესი. ისიც ძალიან დაბალი პროცენტია. 4%-ზე მეტი არ მინდა. დარიელ გაბანაძის ტესლას გენერატორთან დაკავშირებით ქონდა ეგ საუბრები და ერთადერთი ამ ბანკმა სხვა ახლოს არ გაგვიკარა და არაფერი არ ყოფილა. მაგრამ რახან ამ სექტორს შევეხეთ რა გახდა ერთი ქართული ჯიგრული ბანკის გაკეთება? არა, ნუ ეგრე არ არის, ეგრე არ აკეთდება. აბა? ეგ ქართული ბანკი არ არის, ქართული ჯიგრული ბანკი? ეგრე არ აკეთდება. ეხლა როგორ არის საქმე, ჩემოგიგლა, იცი რომ ეს ბანკები, რომლებიც ეხლა დღეს არის, ამათი პატრონები ხვები არიან. აწი ჩვენ ვიცით, კი? ჩვენ და შენ აწიდან საერთოდ საქართველოს არავინ აღარ ეკითხება მაგას. ესეთი ჩვენ რო გვინდა თქვა ასეთი კრედიტები გაჩნდება თუ არ გაჩნდება საინვესტიციო როგორც საბანკო პროდუქტი ამ ბანკებისგან ეს აღარ იქნება არასოდეს ეგ და ჩავიქნიოთ ხელი ეგ უკვე წავიდა დამთავრებული ეგ უკვე დამთავრდა მაგ ჩაილურის წყალი დარია ჩაი არა მაგარ ეს აღარ იქნება ეროვნული ბანკი რა შეგვიძლია ეროვნული ბანკი სინამდვილეში არის შენ თუ გონია რომ ეროვნული ბანკი ის არის რაც უნდა იყოს ის არ არის ეროვნული ბანკი არის ამათი ისა წარმომადგენელი და ამათ მას როგორ ამათი ასოციაცია ამათ დაკურზე როგორ ხო ნუ რასაც მათთვის მუშაობს გესმით ხო ჩემო ძვირფასებ ქვეყნისთვის კი არ მუშაობს მათთვის მუშაობს საბანკო სექტორი მთლიანად უცხოელების ხელშია აბა რატო დავიწყე ჩვენ ეს გარღვევაზე ეს არის გასარღვევი ზუსტად რა ეს არის რომ წესიერი ხელისუფლებაა მოსაყვანი და პატრიოტი ხალხია მოსაყვანი ამ ქვეყანაში რომ ამდენი რაღაცაა გასარღვევი ამდენი რაღაცაა გამოსაცდელი დარგი აღარ დარჩა სამოქალაქო სექტორში საზოგადოებრივი ცხოვრების სექტორში არც ერთი დარგი არ დარჩა რომელიც მრთელია და რომელიც ფეთქავს რომელიც ვითარდება აიღურე მე დღეს მომწონს თბილისის სატრანსპორტო სისტემა მომწონს. კი ბატონო, ინფონთან შედარებით რაც არის, დიახ. არა, ერთი წუთი. ეს მომწონს. მაგრამ როცა ეს იქმნებოდა და მანამდე იყო მთლიანად კერძო სექტორი, ხო ეხლა აღარ არის კერძო სექტორი თბილისის სატრანსპორტო სისტემაში, ტაქსის გარდა სხვა კერძო არაფერი არ არსებობს, ხო? დანარჩენი არის უყურე მუნიციპალური. ანუ მეტრო, ავტობუსი, მარშრუტკა, ყველაფერი არის მუნიციპალური, ხო? სახელმწიფო არა ამასე. მაგრამ აი უყურე, მანამდე იყო ძირითადად იყო მუშაობდა სატრანსპორტო სამარშრუტო ტაქსები და სულ კერძო იყო. მთელი თბილისი იყო ეს განაწილებული ეს მარშრუტები და იყო ხო და ხო და აი ეს რეფორმა რო გააკეთა თბილისის მერიამ, არა ერთი წუთი რა. კაია მეთქი მე არ მომბობ რო კარგი, არ გეტანხმები რო კაი. ეს რაც არის დღეს ეს მომწონს, მაგრამ ის რომ მოსპეს ის არ იყო კარგი კაცო. ის მაშინ იყო მთელი ტრანსპორტი იყო კერძო კომპანიების ხელში, ინდივიდების და კერძო და კომპანიების, ნაწილი კომპანიების, ნაწილი ის იყო ინდივიდუალური. ხო და ქვეყნის ფული ჰქონდა თამაში ჩადებული, მაგრამ ის იყო ჭრელი იყო, გესმის, ზოგს მერსედესები ყავდა ჩამოყვანილი, ზოგს ისინი ფორდები, ზოგი დიდი იყო, ზოგი პატარა იყო, ზოგი ისეთი იყო, მაგრამ ქალაქს ეს ემსახურებოდა, კარგი იყო, ცუდი იყო, არც ძალიან კარგი იყო, არც ძალიან ცუდი იყო. მეტ ნაკლებად ქალაქს ყოფნიდა. და ამას ჭირდებოდა არა მოსპობა, არამედ მოწესრიგება. так. და გამოვიდა რა რომ ამ რეფორმის საშუალებით დარგი სადაც კერძო სექტორი ძალიან კარგად და კარგი ტემპით ვითარდებოდა რეფორმის შედეგად მოკლეს
კერძო ბიზნესი ქალაქის ტრანსპორტისა, გააკოტრეს εν რაოდენობის ხალხი, კერძო მესაკუთრეები გადაიყვანეს ბრძოლის რანგში, ვინც გადავიდა რა, ვინც არის უკადრისა და ერთი ის რო ყავდა სამარშრუტო ტაქსი, ჯანდაბას ჩემი თავია და სულ რო მარტივად ხო არ დარჩებოდა, წავიდა ბრძოლა დაიწყო მუშაობა, ხო? ხო და ამ დროს ამას ჭირდებოდა მხოლოდ მოწესრიგება და არაფერი ერთი კაპიკის ჩადება არ ჭირდებოდა. ყველაფერს დებდა კერძო სექტორი, კერძო ფული. ამას ჩადეს ბიუჯეტის უზარმაზარი თანხები იმაში რომ კერძო სექტორი მოკლეს და დააწესეს ესე იგი ისა რა ქვია სახელმწიფო სექტორი. ის გაიგეთეს რა ქვია როგორ გითხრა შეატრიალეს რა დააბრუნეს სოციალიზმი. გავიგე მაგრამ ეხლა ის სამარშრუტო ტაქსებიც მახსოვს და დღევანდელი ეს კონდიცირება იქ არ იყო სად რა გაჭირდებოდა, სად რა მოძრაობოდა, კაცმა არ იცოდა და ეხლა არა მომსვინე. კი არა ერთი წუთი მოითხოვეს იყოს კონდიციონერებო? ვის უნდა მოითხოვა? ხალხს? არა გასო. მერიას, მუნიციპალიტეტს უნდა მოითხოვა. აი ამ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. როდესაც მოითხოვეს და რაც მოითხოვეს ერთ თვეში შეასრულა კერძო სექტორმა ის მოთხოვნები. ეხლა ის დიდი ისინი რო ყავდა შემოყვანილი მერსედესის სამარშრუტო ტაქსები, იქ კონდიციონერიც იყო და ყველაფერიც იყო. ასაგებია. ეგ არ არის სწორი. არ შეიძლება შენ რო ისაქნა. ეხლა ეგეთი ის მახსოვს რა, მიშას დროს იყო მართალია, მაგრამ მაგდაკში არაფერი არ შეცვლილა. პარიზის მერი ყავდა ჩამოყვანილი, პარიზის მერი. სტობრად. დიახ. და დაათვალიერებინეს მთელი თბილისი და განსაკუთრებით რითიც ამოყავდნენ შუშის პოლიციის შენობები და შორიდანვე იყო გაჩირავდნებული, მაგრად განათებული, განძა განათებული, იქ რაღაცა შენობები ის რომ რესტავრაციაზე გაკეთდა შენობები, ყველაფერი დაათვალიერებინეს, მთელი დღე ატარეს ქალაქში. ხო და საღამოს რესტორანში როგორ მოგეწონათო ხო და არა სასწაულია ბიჭო როგორ არის განათებული ეს ამწაო ეს ისო ეს ასო თქვენთან ალბათ უკეთესად არისო პარიზშიო და არა ჩვენთან ბევრად უარესად და რატომ ჩვენ მაგდენ ფული არ გვაქვს გასაგები პრინციპში ხლა მეორე კითხვა იყო, არ ვიცი, ეგეც მაგასთან იყო თუ არ მახსოვს. ეგ შეიძლება ვინმე სხვასთან იყო. მაგრამ ესეც ერთ-ერთი დიდი მაღალი ის იყო თანამდებობის პირი იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნების, ხო და დაათვალიერებს რომ აი ეს თავრობამ ეს გააკეთა. ხო და შეიძლება კითხვა დავსვო, ძალიან თუ და თქვენთან კერძო სექტორი არ არისო? გავიგე. კარგი. ქართული ეკონომიკის ყველა შესო მოვედოთ, ამას უამრავი გადაცემა უნდა, ჩვენ კიდე შევხვდებით ცხადია. მოდი ხა ყველაზე ცხელ თემას შევეხოთ. შენი მეორე პროფესიის მიმართულების, ასე ვთქვათ, კოლეგები აღიარებენ, რომ და სხვა შორის ერთიანი აზრი არ არის რა. ნაწილი მიიჩნევს ტრამპს, ვთქვათ, რომელიც განსაზღვრავს პრაქტიკულად მსოფლიოს ეკონომიკურ პოლიტიკას. გავხად მისი დევიზი გავხადოთ ამერიკა ისე დიდარი და დიდებული, right, ხო, უდიდესი. პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და ზოგი ნეგატიურად აფასებს ამ ნაბიჯს, ზოგი პოზიტიურად. შენ რომელ პოზიციაზე ხარ? რომელ სამხრობი? ჩვენ აქამდე ვიცოდით ძალიან კარგი მაგალითი ეკონომიკის განვითარების, ეს იყო ტეტჩერიზმი ბრიტანეთში, ეს იყო რეიგანიზმი, რეიგანომიკა. კი ბატონო, ცნობილია ეს ტერმინი. ხო და მაგრამ ის რასაც ტრამპი აკეთებს, ეს იქნება ქვეყნის ეკონომიკის კი არა და მსოფლიოს ეკონომიკის გადაწყობის უმაგალითო სულად უმაგალითო, ესე იგი მაგალითო, უპრეცედენტო მაგალითი რა. მოკლედ ესე მოხდა რა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი რეიგანმა დაიწყო. მაგრამ არ დასწალდა
და არც იმდენი იცოდა, მოგეხსენებათ რომ რეიგანი პროფესორი მსახიობი იყო, მართალია ძალიან ნიჭიერი კაცი იყო და ძალიან კარგად ბევრ რამეს ხვდებოდა, მაგრამ არ იცოდა, არ ჰქონდა მას პროფესიული განათლება. დიდი ბოდიში, მაგრამ ტრამპი ძალიან განათლებული ადამიანია, მას უმაღლესი სამხედრო სკოლა აქვს, West Point-ი აქვს დამთავრებული. მას ბიზნესისა და ეკონომიკის მაგისტრია. კი ბატონო. მაგისტრი კი არა, დოქტორია. მე ძალიან წარმატებული ბიზნესმენია. ანუ ეკონომიკა ყველა მხრიდან იცის. კრეატორიც არის ძალიან. კრეატორი რო არის, ეგ და შოუმენიც არის, ათასი რამეა. საუკეთესო მოლაპარაკებელია და ასე იგი მოლაპარაკების ხელოვნება წიგნია გამოცემული. ხო და ამ წიგნით სწავლობენ ბიზნეს ურთიერთობებს და რაღაცა. ხო და საქმე ის არის რომ გახსოვს ილიას აკნათქვამი რომ ზოგმა მარტო წიგნიდან იცისო. და ზოგმა წიგნიდან გამოხდა. ხო და ზოგმა კიდევ თქვათ მარტო პრაქტიკიდან, ხო და ცხოვრებიდან და ამან ორივეიდან იცის. ამან იქიდანაც იცის, აქედანაც იცის. კი ბატონო. ხო და ეხლა ტრამპს ვინც ეკამათებიან თუ თქვათ აკრიტიკებენ, ეგენი ხშირად ლაპარაკობენ რომ ბიჭო დილას სხვას ამბობსო და საღამოს სხვას ამბობსო. აი არ არის. ხო. მე მაგალითად და არაპროგნოზირებადიო. მე რომ მკითხო რაც კი მე მახსოვს პოლიტიკოსები ყველაზე პროგნოზირებადი არის ტრამპი. რაც თავიდან თქვა ერთი იოტისოდენა არ გადაუხვევია. ანუ აბსოლუტურად რაც თქვა 100%-ით იმას აკეთებს. და მიყავს ამერიკამდე. რა თქმა უნდა. მე ხარ რატო დავსვი? არა, ერთად დამოცადე. მაგრამ ვინც ამას აკვირდება და ესეთი შთაბეჭდილება რჩება, ამას დავწერე Facebook-ზე რომ და ტრამპს სულელს ეძახის, კარგად უნდა დაუკვირდეს რა, შენ რო ვიღაცის აქციას ვერ ახსნი, იქნება შენ თვითონ ახალ სულელი და იმიტომ სულელად გეთანხმება. იქნებ შენი საციერი ვერ წდება იმას. არა, შენი გონება ვერ ხსნის იმას. ეხლა დილას სხვას ამბობს, საღამოს სხვა. დილას თქვა მაგალითად რომ რას ლაპარაკობო, კაცო, ირანთანო ჩვენო მოლაპარაკება ვატარებთო და ეს ნეთანიაჰუ რაღაცებს მოედებაო, ხო და ჩვენო მოლაპარაკება და სამშვიდობო რაღაცა და იმ ღამეს დაარტყა. დაარტყა კი ბატონო, და რა უნდა ეთქვა ეხლა რომ իրას უნდა დავარტყაო? ამას თუ იტყო და ესე იგი ამათ მოეწონებოდა. ხო, რასაც დილას ამბობს, საღამოს იმას აკეთებსო? ესაგები. თუმცა არც მაგნაირი პირდაპირ იმას ერიდება გამონათქვამებს, რომ აი ჩვენ ასე შევაჩერებ და ამას ვიზამ და მე სხვა რაღაცას მინდა ხარ. ეხლა საქმე რა არის რომ ეგ მაგას ტრამპა იცის ფანტასტიკურად მოლაპარაკების ხელოვნება. იცის ვის როგორ ელაპარაკოს. მე თავიდან ერთი პირობა, თავიდან რამე ტრამპი რა ვიცოდი ვინ. მე რო უსმენდი, მე თვითონ ესეთი შთაბეჭდილება მჩებოდა თავიდან რომ მეთქი ცოტა გონებრივი ზერი გონებრივი შესაძლებლობის ადამიანი არ არის მეთქი ეს. რატო? იმიტომ რომ ძალიან მარტივი ფრაზებით ლაპარაკობდა, ხშირად ერთი და იგივეს, ძალიან ხშირად ერთი და იგივეს იმეორებს, რასაც იგივეს აკეთებს, ერთი და იგივეს იმეორებს. ეს ენება თეორიაში ცნობილია პრინციპში რა, ჩარჯიტეს. ხო და როცა საჯარო გამოსვლები ქონდა ხოლმე რა. ხო და ვფიქრობდი რომ აი მე ეს რაღაცა ცოტა ხო და ეს მე მქონდა დიდი ინტერვიუ ქონდა ჯო როგანთან. მე თქვა რომ ის რო ყავს რა ქვია ეს უმცროსი რო ყავს არაჩვეულებრივი ბარონი ხო? ბარონმა მითხრაო რა მე არ ვიცნობდი ჯო როგანს ხო და ბარონმა მითხრაო რომ მე დაველაპარაკებიო გააკეთე ინტერვიუ ჯო როგანთან ხო და ეს ჯო როგანი არის უზარმაზარი ძალიან ეს პოპულარული ის არის რა ქვია სოციალური მედიის ისა რა ბლოგერია მოკლედ ხო და აი თავიდან სპორტით და რაღაცები დაიწყო და ამ ყველაფერში კია რა ხო და ანუ ჯო როგანთან როგორი ის არის იცი რომ ესე ორი კაცი ზის სავარძლებში ესეთი წყნარ სიტუაციაში რაღაცა და ლაპარაკობენ რა ის არა აქვს იმას ჩამოწერილი კითხვები და რაღაცები просто ესე შეიძლება უსვას გადავიდეს სპორტზე ილაპარაკონ, შეიძლება ქალებზე ილაპარაკონ, შეიძლება ანეკდოტები მოხდეს. მოსაგებელი ინტერვიუ. ხო, მე უსვათ გადავლენ და აი სახელმწიფო ის სამხედრო ეკონომიკა, ყველაფერი, მე ისევ აი ანეკდოტს მოყვება. ხო და ეს 3 საათი გრძელდება.
3 საათი რა ვარ შენ ინტერვიუზე დაждდე და ილაპარაკო ძალიან რთულია წამყვანის ინტერვიუისათვის და იმისთვისაც ხო და ჯო როგანისთან ამ ინტერვიუს თავიდან ბოლომდე რომ მოусმინე მე მივხვდი ესე იგი როგორი ღრმა მოაზროვნია სინამდვილეში თურმე ეს ანუ რამდენიმე ინტერვიუს მოусმინე არა ის ერთიდან იყო საკმარის მე ხევს მოусმინე კიდე და ეს უფრო გამიფარდა მე მოვინიშნა უსულოდ საოცრად ღრმად მოაზროვნია როგორ კარგად იცის ეკონომიკა სოციოლოგია ყველაფრის აზრია საოცარი მოაზროვნე ადამიანი და მე ჩანს რომ ეს არ არის აი რუსები რო იწვევს სუხოის რა ქვია უსულგულო ადამიანი ეს არის ემოციური ადამიანი რომელსაც ადამიანი უყვარს რომელსაც ეზიზღება სიკვდილი და ეზიზღება ომი და უბედურება და მისთვის მართლა შინაგანია მართლა გულით უნდა რომ არ იყოს ეს ომი და ეს ხალხი არის მართლა ეწოდება გესმით ხო და ეს ესე იგი ის რა გეგმებიც და მე ყვება რომ აი ეს როგორ აპირებს ამ ყველაფრის მოწესრიგებას ოღონდ ის არ ამბობს რომ მე მსოფლიოს მოვაწესრიგებ ის ამბობს რომ მე ამერიკის პრეზიდენტი ვარ მე ამერიკაზე პასუხს ვაგებ სოფლიოშიც შევეცდები რომ დავალაგო მაგრამ ნუ ჯერ ამერიკა ხო გავიგე ეს ფაქნას ანუ ჰეგემონობას თუ შეეშვება და რაღაც მაგრამ სხვა საკითხია მე რა მინდა არა ჰეგემონებას ვერ შეეშვება ხო და აი მანდ მიდის ახლა მთელი ამბები დასავლეთი ნუ რა თქმა უნდა ამერიკის თამადობით აქეთ ბრიქსის ქვეყნები ამათი ფაქტორი და მე მახსოვს 2025 წლის აი პირველი თვეებიდან მოყოლებული ბრიქსი ძალიან გააქტიურდა მე მგონი მეთანხმები ხო შეკრებები გააკეთეს ზოგიერთი ქვეყანა რიგში დადგა მიღება წავიდა სტატისტიკის თუ ამათ შორის ქართველმა პოლიტოლოგებმაც დაიწყეს ამისი მოშველიება რომ აი თქვათ პლანეტა დედამისის მოსახლეობა თქვათ 8 მილიარდია იქ 4.5 მილიარდი უკვე ამ ბრექსის ქვეყნებშია ეკონომიკა და სამხედრო და დათვლა დაიწყეს ანუ რა ესე იგი ბრიქსი იქნებოდა ამის აპეწონე და მე უცებ რაღაცა მონაკვეთში თითქოს გაჩერდა აქტიურობა შენ აზრი მაინტერესებს როგორ ფიქრობ ეს ტრამპის აი ამ შორი გათვლების ამბავია მოდი ჯერ მოდი ვთქვათ ზოგადად სწორი პოლიტიკის თუ რა ხდება არა ერთი წუთი რა ეს რთული ეკონომიკური საკითხია და მე მაქვს ნათქვამი ჩვენთვის შემოგიგდლა რომ აი დაახლოებით 98 წლისათვის მე მოახერხე დაწყებული 85 წლიდან რომ აი ყველაზე საინტერესო კი არა და ყველაზე კარგი ეკონომიკური ლიტერატურა რო წამეკითხა და 98 წლამდე აი ეს ეკონომიკის ურთულესი ფაზლი მსოფლიო ეკონომიკის ამეწყო ბოლომდე ამეწყო და ვერ ვაწყობდი ბოლომდე დაახლოებით 98 წელს ბოლომდე ავაწყე ფაზლი რა ხო და ეს რას ნიშნავს ეს იმას ნიშნავს რომ შენ უნდა შეგეძლო დაინახო მთლიანობაში და ყველა ის პროცესი რა როგორ ვითარდება ხო და ახლა ეს რო გაიგო შენ უნდა იცოდე ფული რა არის ძალიან ღრმად უნდა იცოდე ფული რა არის ეს საერთაშორისო ურთიერთობები სარეზერვო ფული რა არის საბანკო სისტემები როგორ მუშაობს ეს დოლარის როგორ გახდა სოფლიო სარეზერვო ფული როგორ არის ის საერთაშორისო ვაჭრობის ფული რატომ არის და როგორ არის როგორ მოქმედებს ეს დანარჩენ სოფლიოზე და როგორ მოქმედებს თვითონ შეერთებულ შტატებზე რატომ მოხდა რომ 70-იანი წლებიდან ეს სახელმწიფო რომელსაც შეეძლო ამერიკის შეერთებულ შტატებს მთელი სოფლიოს გამოკვება უძლიერესი სოფლის მეურნეობა ჰქონდა და მთელი სოფლიოს მომარაგება ყველანაირი საქონლით ყველაფრით წარმოიდგინე ომის დროს მეორე მსოფლიო ომის დროს ხო ის იმას რა ქვია მთელს ევროპას მთელ საბჭოთა კავშირს ესე იგი ამდენ ხალხს კიდეც საჭმევდა კიდეც ასმევდა კიდეც აიარაღებდა ტექნიკა ყველაფერი ხო და იმას საბჭოთა კავშირის მეობრები კონსერვებს ამერიკულ კონსერვებს ეძახდნენ მეორე ფრონტს საბჭოთა ჯარისკაცი რა გონია რა სჭამდა ამერიკულ კონსერვებს სად ქონდა საბჭოთა კავშირს ჯარის გამოკვებისთვისა საშუალება შინელი ამერიკული ეცვა ფეხსაცმელი ამერიკული ეცვა და კატიუშები იმაზე იყო ამერიკულ მანქანებზე იდგა და 20 რა ქვია იმას T-34 ძრავში იდგა ამერიკული ტრაქტორის მოტორი და პოროხი ამერიკული იყო და ისა რა ქვია ფოლადი ამერიკული იყო
ხო და ეგეთი მდგომარეობა იყო. თვითმფრინავები რა გონია, მართლა საბჭოთა თვითმფრინავები დაფრინავდნენ. ეს ამერიკული თვითმფრინავები დაფრინავდნენ. აქაც და ინგლისშიც. სამხედრო თვითმფრინავები. ხო და ეს ისინი რო იყვნენ, რა ქვია, ჩკალოვი კი არა და ასები რო იყვნენ, რა ქვია, გამანადგურებელ თვითმფრინავებზე, პაკრიშკინები და ვიღაცები. სულ ამერიკულ თვითმფრინავებზე დაფრინავდნენ ეგეთი. მე აღარ აღიარებდნენ, თორე. ხო და ეგეთი მდგომარეობა, ხო და აი ეს ქვეყანა ასეთი უძლავრესი ქვეყანა, ესეთი სამრეწველო და სოფლის მეურნეობის გიგანტი, როგორ მოხდა უცბად რომ ესე იგი ის არის, რა ქვია, ჩინეთის მოვალეა, საშინელი თანაც. ხო და თუ ჩინელმა არ ჩაუტანა, არც ფეხსაცმელი აქვს თავისი, არც დასაცმელი აქვს, არც ხელჩანთები აქვს და როგორ მოხდა ეს ყველაფერი? და რატომ მოხდა? იმიტომ რომ 70-იან წლებამდე იქამდე აი ამ ომის დროს 44 წელში მოილაპარაკეს რომ ის იყო იქ ეგეთი გეგმა დაისახა რა და მე კისინჯერი ჩაერია ამაში და საბოლოო ჯამში კისინჯერი მოილაპარაკა არაბულ ქვეყნებს რომ ნავთობი გაეყიდათ მხოლოდ დოლარზე იმისათვის რომ დოლარი გახდარიყო საერთაშორისო ვალუტა და მანამდე ფუნტი სტერლინგი იყო ესე იგი უნდა ინგლისი ჩაეჩოჩებინა ამერიკას და ამერიკა უნდა გახდარიყო დოლარის ექსპორტიორი და ამან ესე იგი როგორ გითხრა ზრუი შუტკუ სიგრალს ამერიკა ესე იგი უკუღმა იმუშავა ამან ამერიკას დაარტყა ისეთი ძალი დაარტყა რომ მთელი ეკონომიკა წავიდა გრევისკენ წავიდა. არ არის ეგ კარგი ამერიკისთვის რომ ასოფლიო ფული აქვს. იქაც ქართველი ეკონომიკის აკადემიკოსები ხო არ ყავდათ კაცო? საქმე ის კი არ არის, აქ იმას როგორც რო იტყვიან ხოლმე რომ ავაზაკს ეროვნება არ აქვს. შეიძლება ასევე ვთქვათ რომ სოციალისტ ეროვნება არ აქვს. და ეგრეც არის, ისინი არ ამბობენ ყველა აბა გაიხსენე, ყველა სოციალისტი მაგას ლაპარაკობს, რა ეროვნება კაცო, ჩვენ უნდა მსოფლიო რევოლუცია და ტრალება. ხო და ინტერნაციონალ, ხო და ეს მოიფიქრე სოციალისტმა ეკონომისტებმა და ახლა ჩემსგან ბევრჯერ გაგიგია, რომ სოციალისტი ეკონომიკისა, სოციალისტი იმიტომ არის სოციალისტი, რომ მან არ იცის ეკონომიკა. ეკონომიკა რო იცოდეს, ის სოციალისტი არ იქნება. ხო და ამიტომ როცა იძახიან ხოლმე რომ ის რა ქვია მარქსი მაინც ხო იყო და არ იყო. კაი. არა, ეხლა იცოდი, რის თქმა მინდა. ეს რატო ვამბობ ამას ყველა? და რა გაკეთებს? ამათ ესე მოიფიქრეს, გესმის რომ სოფლიო ფული რო გვექნება, რაღაც გვინდა მრეწველობა. ჩვენ ფული ჩვენი იქნება და ყველაფერს ვიყიდით. და რა იმის გამო რომ ესენი სოციალისტურად აზროვნებდნენ, იმას ვერ მიხვდნენ, ბიჭო, რომ შენ რო აღარ გაქვს წარმოება, შენ ქალაქები დაგენგრევა. იმიტომ რომ ის ქალაქები იმ ქარხნებზე დგას. იქაური მუშები ცხოვრობენ იმ ქალაქში. ქალაქები დაგენგრევა, ისა რა ქვია, განათლება დაგენგრევა, თუ მრეწველობა არ გაქვს, ვისაში სჭირდება შენი ისა გპი და ტექნიკური და ისა უნივერსიტეტები და ისინი და გაიმსო ამერიკა იმითი რა ქვია იურისტებით და ფილოლოგებით. ხო და მე რო აღარ იცოდნენ ახლა ხალხს უნდა და ეს ისა უმაღლესი განათლება და არავის აღარ ჭირდება არც ინჟინერი, არც ფიზიკოსი, არავინ აღარ არის საჭირო, ქარხნები აღარ არის, რა უნდა ქნა და დაიწყეს იმის შესწავლა რა ქვია გენდერული მეცნიერებების. მაგალითად, კალია შეიძლება გახდეს თუ არა ტრანსგენდერი. მამალი კალია შეიძლება თუ არა რომ დედა კალიად გადააკეთო და პირიქით. ხო და ამის სპეციალისტებით გაავს ეს ქვეყანა. და მე საინტერესო ის იყო რომ ამას ამთავრებდნენ და დიპლომით გამოდიოდნენ, მე ჩიოდნენ სამსახურის ვერ შეუძლობდნენ. სად უნდა ამუშავო ეხლა შენ? ჩვენაირი უსტები ვიყავდნენ და კაური ეკონომისტები რა. კარგი. ეხლა სატარიფებზე ვილაპარაკოთ თუ გინდა. ხო, აი სატარიფო ომი პრინციპში და ანუ შენ ამბობ რომ ტრამპი წავიდა ამერიკის ინდუსტრიის აღორძინებისკენ, ხო? რა თქმა უნდა. წავიდა აქეთკენ. მეტი სხვა გადარჩენის სხვა მეტი გზა არ არსებობდა ამერიკისთვის. ერთადერთი გზა ქონდა დარჩენილი ამერიკის,
რომ გააეკეთებინა რეინდუსტრიალიზაცია. ვერ გადარჩებოდა წინამდე. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი პოლიტელიტა გარკვეულ, ასე ვთქვათ, სითბოს იჩენს აზიის სამხრეთ და აზიის მიმართულებით, ხო? ჩინეთთან ასე ვთქვათ, ურთიერთობების დათბობა, შემოbrunება, რაღაცები დაიწყო. ჩინური ეკონომიკა იკვლევა პირველი ეკონომიკა და ანუ ასე შორს ვერ იხედებიან, თუ ვთქვათ, ისევ ბრუნდება ამერიკის ჰეგემონია, ასე ვთქვათ. არა, მოდი დავალაგოთ ახლა. ერთ-ერთი რომ რა გვინდა. ჩვენ თუ ლაპარაკობთ რა არის ამერიკისთვის კარგი, მაგაზე ახლა გელაპარაკეთ და გავაგზავნეთ. არა, ნუ გავიგე, მაგრამ შენ რო იცოდე შენთვის რა არის კარგი, შენ თუ ხარ ტრამპს უთხარი, რომ შენ რაც გაინტერესებს მე ფეხებზე მკიდიაო და მე ჩემი მაინტერესებს ის ხო გეტყვის ხო ასე დაგელაპარაკება უბრალოდ. ხო და ამიტომ შენ რაღაცაა იმასთან დიდ ბიჭებთან რომ ურთიერთობა გქონდეს, უნდა იცოდე როგორ უნდა ელაპარაკო და უნდა იცოდე იმას რა უნდა სინამდვილეში, ხო? რა თქმა უნდა გაითვალისწინო, აბა ისე როგორ იქნება, ხო და ეხლა მაგას გეუბნები რომ ეხლა მაგალითად ის არის რა ქვია არის ეგეთი ისა ვაინშტეინი ეგეთი ძალიან მაგარი ბლოგერია ვაინშტეინი რუსულენოვანი ებრაელია ხო და თბილისელი მეუღლე ყავს სხვათაშორის ხო და ის ერთხელ ამბობდა ის რაღაცას უკრაინელებზე თქვა რა რომ ჩამოთვალე აი ეს ბლოგერი ეს აი ყველაზე დიდი ბლოგერები ვინც არიან ყველაზე დიდ აუდიტორიას ვინც აგროვებენ აი ამან ასეთი რამე თქვა იმაზე ტრამპზე აგინა ტრამპს მეორე თქვა რომ ეს ჟიჟიკა და სულელიაო მესამე თქვა რომ ის არისო არანორმალურიაო და სოფლიოსოს ატარებო ომი გამოუცხადაო მესამე თქვა რომ ego ის არისო პუტინის გოში არისო და სინამდვილეში კგბ-ს აგენტიაო და მისი კლიჩკა არის კრასნოვიო მე ეს ყველაფერიო ამოკრიფეო და მივაწოდე პრეზიდენტის ადმინისტრაციასო ეხ მივაწოდეო და თქვენ რა გონიათ ეს ტრამპამდე არ მივაო აუცილებლად მივაო და ყველაფერი ამის შემდეგ ვინმეს უნდა გაგიკვირდეთო თქვენ უკრაინელებო თქვენ არ მოწონდეთო ტრამპსო პირველი ჯაველინები ტრამპმა მოგცეთო პირველი ის დაგიდგათო მხარშიო პირველად იმან გამოაცხადა რომ ამერიკა არასოდეს არ აღიარებსო ყირიმს რუსეთის საკუთრებათო და ჩამოუთვალე ეს და თქვენ ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ იმას აკეთებთ თუ ტრამპს აგინებთო და ბოლომდე მაშინაც კი როცა უკვე ტრამპი პრეზიდენტი გახდაო თქვენი პრეზიდენტი ზელენსკი რო ჩამოვიდაო ჯერ შეხვდა დემოკრატიულ პარტიასო იმათგან ინსტრუქციები აიღო და მე მივიდა თეთრსახში ტრამპთან და ის სკანდალი მოაწყო ნორმალურები ხართ ვაფშე ხო და ამიტომ მე ვერ გამიგია ბიჭო შენ რო ხარ ქართველი ბლოგერი თუ პოლიტიკოსი თუ ვიღაცა ხარ ვინც გინდა იყო ისეთი ხარ რა შენ თავს ვიღაცა რო ის რო აგინებ ამ ტრამპს გამაგებინეთო რას გაძლევს ეს შენ სოფლიოს ყველაზე ძალმოსილ და ძლევამოსილ პოლიტიკოსს ყველაზე ჭკვიანს მართლა ყველაზე ჭკვიანს რომელიც თელ სოფლიოსში ალაგებს წესრიგს ახალ წესრიგს ალაგებს რასაკეთებს ახლა ტრამპ ახალ სოფლიო წესრიგს ალაგებს და შენ ხო გინდა რომ ახალ სოფლიო წესრიგში თუ გინდა რა ვიცი რომ საქართველოს თავისი ადგილი ქონდეს და რითი იწყებ ყველაზე ნომერი პირველი სოფლიოში ნომერი პირველი კაცი ვინც არის იმას აშაყირებ და აგინებ ვინ ახალ შენ ამ დროს და საინტერესო ეხლა რა შეეხება ტარიფებს აი ამ 70-იანი წლებიდან მოყოლებული რაც ცდარი გათვრა იყო რა რომ ესე იგი დოლარი გაეხარდა სოფლიო ვალუტა და ამან გამოიწვია რომ დაიბადა ეგეთი აზრი რომ არ ჭირდება ამერიკას აწი ინდუსტრია რა დოლარია ყველაფერს იგიდეს რა თქმა ხო და ეს ინდუსტრია ჰაერს აჭუჭრიანებს იქით აქეთ და არ აღჭირდება ხო და მაგრამ ამან ის გამოიწვია რომ შენ თუ ინდუსტრია არ აღჭირდება
შენ თუ ინჟინერი არ გჭირდება, შენ თუ მუშაობს პროფესია არ გჭირდება, მღარავი არ გჭირდება, ჩარხავი არ გჭირდება, გამოდის რომ შენ ნახევარი განათლების სისტემის არ გჭირდება. და შეიძლება მხოლოდ ჰუმანიტარების აშენებული ქვეყანა გაგიგია სადმე? ხო და ესე განათლების სისტემა მოისპო, ქალაქები მოისპო, საწარმოები თავისთავად ხო მოისპო და იმ საწარმოებთან ყველა ინდუსტრიაში ერთი დასაქმებული 6-7 დასაქმებულს ქმნის გარშემო, ხო? ამდენი უმუშევარი გაჩნდა. საწაიყვანო ამდენი უმუშევარი იმაში ვამუშავებთო, რა ქვია, ეს ჩვენი ეკონომისტებიც ამას გაიცახოდნენ, რომ არ არის საჭირო ინდუსტრია, ჩვენ ვაჭრობა და ისა მომსახურების სექტორი გვეყოფა. ბიჭო, ამ ფულს ერთმანეთში რო ცვლით, ერთმანეთს ემსახურებით, შენ პისგაკბარსავ, შენ იმას ფეხსაცმელს გაუპრიალებ. ახალი ღირებულება აქ რო არ იქნება, ვერ ახდები? ელემენტარული ამბობს. ხო, ელემენტარული. ხო და მაგაშია საქმე, ხო და ეხლა რაც შეეხება ტარიფებს, მაგრამ აი ეს ტენდენცია რომ წავიდა, ესე იგი აი ეს მართველი ელიტები, სოციალისტები ვინც იყვნენ, სოციალისტები იყვნენ 71 წლიდან და ერთი რეიგანი იყო რა და ახლა ბუშებიც იყვნენ, ახლა ბუშებს ყო არ მოეკითხებოდათ, სალდოფონები იყვნენ, მაგრამ არაფერი არ გაიგებოდათ ეკონომიკაში. ხო და ის ჯონსონი იყო საერთოდ ის კატასტროფა რა. ხო რა. და ხო, მოკლედ რა. ხო და ამან რა ქვია, სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, რომ კაროჩე ესენი ვერ არიან კარგად ეს ამერიკის სახელმწიფოს მამები, პრეზიდენტები და ასე შემდეგ. ხო და ყველამ დაუწესა ხო და ეს არის ისა რა ქვია, დიდი გობი ამერიკის და ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ და ვჭამოთ ზღომამდე რა ამერიკა შევჭამოთ. ხო და ყველამ დაუწესა უზარმაზარი ტარიფები. ესე იგი ამერიკული საქონლელი რო შედიოდა მაშინ ნებისმიერ გინდა ჩინეთში, გინდა იაპონიაში, გინდა ყველგან ამ ამერიკულ საქონლებს ჰქონდა მაღალი ისინი საბაჟო გადასახადები, ხოლო იმათი საქონელი ამერიკაში შედიოდა ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე. უზარმაზარი დისპროპორცია იყო, ყველასთან წაგებაში იყო. საგადახდელო ბალანსი და სავაჭრო ბალანსი ყველასთან უარყოფითი. ეს ბაიდენის დროს ასე იყო და წინების დროს. ბაიდენის დროს კი არა 70-იანი წლებიდან ჩამოყალიბდა. 50 წელი მიდიოდა ეს ყველა. ხო, მაგას გეუბნები. აი 70-იანი წლებიდან თანდათან ეგრე ჩამოყალიბდა. ამის მისახვედრად ამერიკას ამ დიდ ელიტას 50 წელი დაშირდა და ახლობებით, რომ ამას მიმხვდარიყო საიდანხო მათი. არა, მიხდა მხოლოდ ნაწილი, დანარჩენი დღესაც ვერ მიხდა. საგები. სოციალისტური ნაწილი დღესაც ვერ მიხდა. ხო და და საქმე მივიდა უკვე იქამდე, რომ ბაიდენის დროს იქ კანონში უწერიათ რა, რამდენი ვალის აღება შეიძლება. და ბაიდენის დროს ზღურამდე აიყვანეს. იმაზე მეტი აღარ შეიძლება. ბოლო კრედიტი აიღო ბაიდენის დროს ამერიკამ, მაგაზე მეტი აღარ შეიძლება კანონით. ხო და ეს ფული გახარჯეს. ტრამპს დაუტოვეს ცარიელი ბიუჯეტი, ცარიელი სალარო და უფლება არ აქვს კრედიტი აიღოს. 35 ტრილიონი დოლარი საგარეო ვალი. რომლის გაზდის უფლებაც არ აქონდა. მე მახსოვს ერთი პერიოდი 2 კვირა რომ ობამას დროს ბიუჯეტი სულ ეგრე იყო ყოველთვის დავა იყო. მაგრამ ხო და რატომ? იმიტომ რომ ამას უნდა ისა რა ქვია ამერიკის გადარჩენა, მაგრამ ისინი ფიქრობდნენ რომ მოკლედ მთელ ამ სოციალისტურ მას რა ქვია პოლიტიკურ სპექტრს რა თქმა უნდა მართავდა პეკინი. პეკინი მართავდა გასაგები. ამერიკელებს. ხო და გეგმა ეგეთი იყო, იყო ამერიკის მოსპობა. ამერიკის როგორც ძლიერი სახელმწიფოს მოსპობა. და ეს იყო ასევე, ევროპის ქვეყნები სათვალავში უკვე აღარ ითვლებიან არაფრად. ხო და ეს იყო ბოლო ძალა. ბოლო ქრისტიანული ქვეყანა იყო, რომლის მოსპობა იყო დაგეგმილი და ამაში მონაწილეობდნენ, რა თქმა უნდა, პეკინი, ირანი და დანარჩენი მაგათი ხალხი რა, მაგ ქვეყნები. ანუ ბრიქსის ქვეყნები.
ამან წამოიწყო ეს ტარიფებზე ლაპარაკი, ეხლა ტარიფები როგორ არის? ანუ ტარიფები ანუ საბაჟო გადასახადები. ხო და ამისი მიზანი რა თქმა უნდა იყო, არა ვინმეს დაჩაგვრა. არამედ პარიტეტი. პარიტეტი რა, ეთნაირად გადავახტევინოთ ერთმანეთს სარკისებურად. მაგრამ როცა შენ ჩემთან მე ამერიკა რო ვარ და შენ რო ჩინეთი ხარ, მაგალითად ვიღაცა სხვა ხარ, ირანი ხარ, თქვა სიტყვაზე რა. როცა შენ ჩემს წინააღმდეგ ბევრი სხვა იერარქია და ბევრი სხვა ხაფაგი გაქვს უკვე დაგებული, მე რა თქმა უნდა ახლა მე საომარი და საბრძოლოები არაფერი არ მაქვს საფრანგეთთან, იტალიასთან, კანადასთან თუ გინდა და ასე რაღაცებთან რა, უმეტესად საქართველოსთან თუ გინდა. საქართველოსთვის არასოდეს არ დაუწესებია მაღალი საბაჟო გადასახადები, ხო? 10% ყველასთვის იყო და ჩვენი 10%-ში მოკლედ. აი არაფერი არ არის. ხო და იცი როგორ არის, მე საერთოდ წესით შენ ვერ დაგელაპარაკები. როგორც ყველას და ზოგადად ის შენ სახარ ჩემი სისხლის სმელი მტერი ხარ. აი მაგალითად ჩინეთს აი ამ დეგენერატ იმას რა ქვია სოციალისტურ მმართველებს ამერიკაში აი ერთ-ერთი მაგალითს გეუბნები რა მთელი ენერგოსისტემა სჭირდება ისინი რა ქვია ტრანსფორმატორები დიდი ტრანსფორმატორები ხო რომელიც მაღალ ვოლტიან იმას გადართავს იმაზე რასაც მე ქალაქები მოიხმას რა და წარმოები და ასე შემდეგ ესე იგი ამათ ხო შეაჩერეს ყველაფრის წარმოება ამერიკელებმა ამერიკაზე თუ ნოდა ვინმეს გაკეთებული რავი თელსოფლიოს ამაგაგებდა ამათ გააჩერეს და მე შემოიტანეს ჩინურები ამ ჩინურებს ყველას აქვს მათთვის ისა კომპიუტერი აქვს რა მათთვის კომპიუტერი და რა იპოვეს იცი ამაში ამ ტრანსფორმატორების ტვინში პეკინ შეუძლია გათიშოს იქიდან თელ ამერიკას შეუძლია გაუთიშოს ელექტროენერგია ერთ წუთიერად, წამიერად. და ესე იგი სასწრაფოდ ავრალი გამოაცხადეს და შეძრნენ ამ ტვინებში და ეს ისაქნეს, გადაკეტეს რა ის შესაძლებლობა რომ პეკინმა იქიდან გათიშოს. ხო და შენ როცა მე ამას მიკეთებ, მე შენ საერთოდ წესით ვერ გაგიშვებ რა. ხო, გავიქე. და ამან გამოიწვია სატარიფო ომი. ამან გამოიწვია განსაკუთრებული სხვანაირი სატარიფო ომი ჩინეთთან და ზოგიერთ სხვასთან ირანთან და ასე შემდეგ. დანარჩენს ყველას თხოვს, რა თქმა უნდა, ყველას აშინებს, აბულინგებს ესე წყალებში, იმიტომ რომ ეგეთი ტიპია, შოუმენია, გესმის და ასე გიზავ, ისე გიზავ, რა ქვია, მე 31 შტატად შემოდი, მაგრამ მე რომ მოვიდა ეს ისა, რა ქვია, პრემიერ-მინისტრი ამ კანადის და უთხრა რომ სარკისებურად კონდეს ხო კონდეს ხო მაგრამ ეხა მე იმიტომ კი რომ ეს ასე ვთქვათ აგვეხსნა ჩვენი მაყურებლისთვის არამედ იმიტომ დავსვე საკითხი რომ აი ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ბრიქსისკენ დასავლეთისკენ მივიქცეთ ბრიქსისკენ მივიქცეთ აი ამათ ჭიდილს უყურებთ და ხანდახან ეგეთ შედარებას ვაკეთებ ხოლმე აი მაგალითად ბუნებაში ხარირმები რო დაეტაკებიან ხოლმე ერთმანეთზე ეს ფურირემი გარეთ ელოდება იქ ვინმის დაჩაგრავს და როგორ და მე ბუნებრივია ბარდება მას მაგრამ ის არ კლავს ამას ანუ დაჯაბნის და გააქციებს აი ჩვენ რა გვჭირდება ჩვენც ასე უნდა ველოდოთ აი მოისმინე ჩვენ უნდა ვიფიქროთ რომ ხვალდაზე გრავჭაბოთ ჩვენ არავინ არ გვეკითხება ბრიქსი მიქსი და ეგეთ რაღაცებს ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალდაზე გრავჭამოთ კი ბატონო მე ამას ის პოლიტიკა უნდა რომ შენი შექმნა არა ხო და მაგას გეუბნები დღემდე ჩვენ ისე მოვსვეთ ჩვენი ეკონომიკა რომ ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარ თავს ვაჭამოთ აი ეგეთი მდგომარეობა მაშინ შევჯამდეთ ამიტომ შენეული გამოსავალი რეცეპტი არა ამიტომ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვფიქროთ რომ აი ეს ბაზარი ეს ბაზარი ექსპორტი მეპორტი რაღაცა ეგ რაღაც ისინი რა ქვია თვითონ მოიფიქრებენ რა კაი რაღაცებს მოიფიქრებენ ბიზნესმენები და ამჭკვიანი ხალხი ყავს ჩვენ ჩვენთვის მთავარი არის ჩვენი ბაზარი დავიბრუნოთ რომ სოფლიო სურო დაიქცეს ჩვენი საჭმელი კონდეს რა აი დღეს ყველაზე ისეთი რომ რას ეძახიან ამას
პრაქტიკული და უბრალო ესეთი მიწიერი და ძალიან უბრალო მიზანი უნდა იყოს, რომ ჩვენ შიგნით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ისე მოვაწესრიგოთ, რომ შიგნიდან მოვაწესრიგოთ, გესმის, რომ გლეხი მუშაობდეს მიწაზე, სოფლის მეურნეობა მუშაობდეს, ქალაქში საწარმო მუშაობდეს და სოფელს ემსახურებოდეს, ბანკი მუშაობდეს და სოფელსაც ემსახურებოდეს და ქალაქის საწარმოსაც ემსახურებოდეს, განათლება სოფელს და ქალაქის საწარმოს უმზადებდეს კადრებს, ანუ შიგ და შიდა სქემები უნდა დავალაგოთ, იმიტომ რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკის მოთამაშეები არა ვართ. ვიცი ეს გასულ გასაგებია, მაგრამ ჩვენ გთხოვენ პოზიციის გამოხატვას. არა, პოზიციის გამოხატვას რო გთხოვენ, შენ კარგი ბიჭი ხარ, შენც 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 კარგი ბიჭი ხარ. შო? ეს არის ჩვენი პოლიტიკა. რა თქმა უნდა. კარგი. აბა ვის უნდა უთხრა ცუდი ბიჭი ხარ? არა, ვერც ეთქვი ხო. შენ როგორც ასე ვთქვათ, ეკონომიკის ექსპერტი, რა გამოსავალს შესთავაზებდი? აი, რა რჩევას შესთავაზებდი სახელმწიფოს ჩინოვნიკებს თუ ვისაც ევალებეს ყველაფერი? რა უნდა გაითვალისწინოს ამათმა პირველ რიგში, რომ საკუთარი თავის გამოკვება შეძლოს ქართულმა თქვათ იგივე აგროსექტორმა? ბევრჯერ მithქავს, პირველ რიგში სავალუტო საბჭო უნდა ეკონომიკის მონეტიზაცია რო არის ჩაციკრული და დარჩენილი არის 19.9%-ზე, უნდა დაიწყოს ზრდა. ანუ მეტი საბრუნი ფული უნდა დაუშვას. არა, კი არ განაფული უნდა შექმნას, ფულს ეკონომიკა ქნის. მაგრამ ეროვნული ბანკი ზღუდავს მის რაოდენობას და როგორც კი ფული მეტი გამოჩნდება, მეტი რაოდენობის ფული ჩნდება ეკონომიკაში, ეროვნული ბანკი ამას იღებს ხოლმე ბრუნვიდან, რომ არ ტოვებს 19.9%-ზე მეტს. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა მუდმივად განიცდის ფულის შიმშილს, ანემია აქვს. ეკონომიკას აქვს ანემია, ფული არ არის. ფული არის ეკონომიკის სისხლი. და სისხლი ნაკლი ეკონომიკა გვაქვს ჩვენ, აი 19%-ის გამო. საბოლოო ჯამში ეს უნდა ავიდეს 100%-მდე, მაგრამ ნელ-ნელა უნდა ავიდეს. ნელ-ნელა როგორ უნდა ავიდეს და ნელ-ნელა უნდა გაზარდო ეს ფულის რაოდენობა, ფულის რაოდენობა უნდა გაზარდო კრედიტების მეშვეობით, ოღონდ კრედიტები უნდა იყოს მხოლოდ ხანგრძლივი და ანუ საინვესტიციო კრედიტები უნდა იყოს და უნდა იყოს ისა, რა ქვია, გრძელვადიანი და აუცილებლად სამრეწველობაზე, რეალურ სექტორზე. რატო? იმიტომ რომ ამან არ გამოიწვიოს ინფლაცია, ფულის ახალმა მასამ ინფლაცია არ გამოიწვიოს და ესე იგი აი ეს შენ რო წარმოებაში ჩადებ ფულს მეურნეობაში, მის გადამამუშავებელში, სხვა წარმოებაში ჩადებ ფულს, ესე იგი ის ფული ბაზარზე არ გამოვა, იმიტომ რომ იქ არის ჩადებული. მაშინ დაზგაში, ჩარხში, რაღაცეებში რა. ნუ მათ შორის ხელფასშიც. ხო და მე ეს რო გამოუშვებს ბაზარზე საქონელს, ესე იგი აი ეს საქონელი და ეს ფული ერთად გამოვა ბაზარზე და დააბალანსებს საქონელი ფულს და ეგ არის მიზანი, ინფლაცია რო არ იყოს, ეგ არის წამბალი, მეტ სხვა არაფერი ფულმა და ფული და საქონელი უნდა იყოს დაბალანსებული ერთად. მე უნდა შეჩერდეს მაღალი ხელფასიანი რაიმას რო უზდიან მინისტრებს და პარლამენტარებს და ტიპებს, რა ვინც სინამდვილეში არაფერს არ აქმნის. არაფერს ასიკეთოს არ უკეთებს ქვეყანას. აბსოლუტურად უსაქმუროები არიან, არაფერს არ აკეთებენ სინამდვილეში. ხო და ამათი ხელფასების და ამას გაურება აუცილებლად უნდა შეჩერდეს, მაგრამ სამაგიეროდ უნდა გაიზარდოს ხელფასები ინვესტიცია იმასთან რეალურ სექტორში, ნუ ინვესტიცია იგივე საკრედიტო ინვესტიცია, ხო? ამასთან ერთად უნდა გაიზარდოს მასწავლებელს, პოლიციელს, მეხანძრეს, ასე ვინც ის არის რა, ვინც რაღაცას ქმნის. განსაკუთრებით მასწავლებელს, პედაგოგს. ასევე რა თქმა უნდა იმას, რა ქვია, პენსიონერებსაც. რატომ პენსიონერებს? რატომ პენსიონერებს და იმიტომ რომ ესე იგი ის დაბალშემოსავლიანი ხალხი, რომელიც ვერ ყიდულობს ძვირფასიანს და ხანგრძლივ ვადიან საქონელს, როგორც არის მაგალითად მანქანები, ძალიან ესეთი ფეშენ, თქვათ მაცევრები, რაღაც კინოთეატრები, ნუ მოკლედ რა, ყველაზე ძვირფასი რაც არის, სახლები, დალევარი, ხო? ესე იგი, აი ეს ყველაფერი ძირითადად არის სხვა ქვეყნებში წარმოებული.
ან მისი კომპონენტები, ან ის მთლიანად, გესმის და იმათვის ხელფასების გაზრდა ნიშნავს ამის წახალისებას და ამის წახალისება კი ნიშნავს იმპორტის წახალისებას. ხო და შენ როცა დაბალ შემოსავლიან სუსტი შემოსავალს ის ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ვაჭრობს, გესმის და ძირითადად ადგილობრივ წარმოებას განყიდულობს. ამიტომ ეს ეკონომიკას წაახალისებს. დაბალ ხელფასიანების, ოღონდ ვინც კარგ სამეს აკეთებს რა, პედაგოგს და რაღაცას, ჯარისკაცს, პოლიციას, რა ვიცი, რა, ექიმს, ექთანს. კი ბატონო. დღეს საქართველოში არის საოცარი კრიზისი, ექთანები აღარ არის. დაიცალა ქვეყანა ექთნებისგან. იმიტომ რომ ხო, მე კიდე ჯანდაცვას რაც შეეხება, ყველა მიმართულებაზე მაქვს ისა, რა ქვია, იმ პროგრამას რაც მოგეცი, იმას აქვს კიდე შემდეგი კი არა, ჩაშლილია, ჩაშლილი ნაწილი, ხო და იქ ჯანდაცვაც ალკია ის ყველაფერი. კი ბატონო, ვერთმაქნას რომ ვიღაცა ისმინოს ეს ჩვენი მოვალეობა, ჩვენი გადაცემის და ჩვენი ამ შეხვედრის ტრამპი არის, აი ტრამპი რასაც აკეთებს, ესე იგი ამათ რო ჭოლა გქონდეთ, ესე იგი უნდა დღე და ღამე უნდა ისხდნენ და სწავლობდნენ ამ კაცისგან როგორ მუშაობს და როგორ მართავს იგივე ეკონომიკას, რას ლაპარაკობს. ბიჭო, ესენი ის ტრამპი ღადაობს ეგეთი ტიპია, მხიარული ტიპია, გესმის? აი სიცოცხლის სავსე და სიცოცხლე უყვარს, გესმის? ესე იგი წამოვიდგინე, ხან ცეკვავს, ხან მღერის, ხო? ხან ანეკდოტებს ყვა, ხან შაყირობს, ვიღაცაზე ლაპარაკობს, ის ჩაკ შუმერი რო ყავს ის, რა ქვია, დემოკრატიული იმის, რა ქვია, დემოკრატების ფრაქციის ხელმძღვანელი ყავს, ხო? ხო და ჩაკ შუმერი მისი ძველი ძმაკაცია, ბავშვობის ძმაკაცია, მაგრამ სხვა პოლიტიკური მოწინააღმდეგეა. უნდა ნახო ხოლმე ჩაკ შუმერს, თავი სიყვარული და როგორ საკაიფოდ იმუშავა, აშაყირებს. ხო და მაგრამ აქ ბიჭო ამისი უნარიც აქვს, ხო? იუმორიზნობაც აქვს ისიც ესეც, ხო და მაგრამ შედეგებს შეხედე, რა შედეგები აქვს? 14 ტრილიონი შემოიტანა ინვესტიცია 6 თვეში. ფანტასტიკა, არავის მსგავსი არაფერი არ გაუკეთებს. ეს არ არის პირდაპირ ინვესტიცია? იმისთვის კარგია პირდაპირ. ჩვენთვის არის დამღუპველი, ამერიკისთვის კარგია. აი ნახე უკვე რამდენი პლასტი გამოვიდა, ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა. მოკლედ რუსეთისთვის კარგია, ჩინეთისთვის კარგია, ამერიკის როცა დიდია, იმისთვის კარგია დიდი ქვეყანა. ატარა ქვეყანას ღუპავს. ჩვენ გამოდის რომ მიწასვყიდი, დიდი ინვესტიციას კი არ განა ინვესტიცია ჩამოვგ. ნაწილ საქართველოს ყიდი და ის ამერიკა იმას ვერ გაყიდი კაც. იხელა გესმით ჩემო ძვირფასებო რას ამბობს ჩვენი დღევანდელი ექსპერტი, სად არის გარღვევა გასაკეთებელი, ამიტომ ჩვენ ბევრად რთული ამოცანა გვაქვს, ტრამპისთვის უფრო ადვილია. საქმე რა არის? ტრამპის მთავარი, აი ის არის, რა ქვია, რა უადვილებს მუშაობას ტრამპს. ის რომ აი მისმა წინამორბედმა სოციალისტებმა მართალია მთელი ინდუსტრია დაანგრიეს, მაგრამ ჩვენთან რომ დაინგრია, ეგრე არ დაუნგრევიათ. ახლა მაგდენი ვერ მოასწრეს, მაგდენის დაანგრევა. იმიტომ რომ ის მაინც ბოინგად დარჩა და ხო და ახლა ავტომობილის ინდუსტრია დაინგრა მართალია, მაგრამ ამ პიკაპებს მაინც უშვებს ამერიკა და შევროლეთი ყველანაირი. მოკლედ ასე თუ ისე რაღაცა დარჩა. თვითმფრინავებსაც უშვებს, რაკეტებსაც უშვებს, სამხედრო რაღაც, ბევრი რამე მაინც დარჩა, ბოლომდე არ დაანგრევა. ჩვენთან ყველაფერი დაინგრა. მაგრამ საქმე ის არის, რომ ამან ჩინეთში, ინდონეზიაში, სხვა ქვეყნებში, ბრაზილიაში, ინდოეთში, ყველგან ესენი რომ გაიტანა, მაგრამ საწარმოები გაიტანა, მაგრამ კი არ აჩუქა კაცო. იქიდან ის საწარმოები მოგებას რო იღებს, ეს მოგება მოდის ამერიკაში. ხო და ამერიკა ამიტომ არის დღემდე მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ბაზარი. და ეს უზარმაზარი კოზირია, 4-ვე კოზირი და პლუს ჯოკერი უჭირავს ხელში. ტრამპს გესმის, ამხელა ბაზარია. ვერც ერთი განვითარებული ინდუსტრიის ქვეყანა ამერიკის ბაზრის გარეშე ვერ იცხოვრებს, ვერ გადარჩება. ამიტომ არის, რომ ამას შეუძლია თვითმფრინავს. ესე გიზა, ბრექსის ქვეყნებს რო უთხრა, რა გინდათ? თქვენი ვალუტა გინდათ? აი, ვინც მაგაზე ილაპარაკებს. $1 აღირაში არ შემოგატაინებ ჩემ ბაზარზე და შეეშინდათ ეგრევე გაჩვენდეთ, მას აღარ იღებენ. და ბოლო შეხვედრაზე
არც სი ძინპინი ჩავიდა და არც ტრამპი ჩავიდა. ამან არ ჩათვალოსო რომ იქით ავარო და ვალუტის შემოღება მინდაო. შეეშინდა. მოკლედ თამაშებშია მსოფლიო, სხვა საუბრის თემა ჩვენ მე მგონი რაღაც მოაზროვნე ნაწილს ჩვენი გადაცემისას და ჩვენს მაყურებელს მივაწოდეთ ინფორმაცია. დიდი მადლობა ჩემო სოსო, მე შეგახსენებთ რომ სოსო სიმონიშვილი ეკონომიკის ექსპერტი და მედიის ექსპერტი ამავე დროს, ჩემი კოლეგა, იყო დღეს ჩვენი სტუმარი და ვარღვევდით გასარღვევს. მე მგონი ქართული ასე ვთქვათ ჩვენი ძვირფასი მაყურებელი ჩვენი ერთგული კომაგის აზროვნებაში რაღაცა ჩვენ ძალიან რო არ შევაშინოთ ჩვენი მაყურებელი ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენი მდგომარეობა ბევრად უფრო რთულია ვიდრე შტატების იმიტომ რომ ჩვენ ეს უპირატესობები არ აქვს მაგრამ არ არის უიმედო მდგომარეობა მაინც შესაძლებელია მაგრამ რაც უფრო ადრე დავიწყებთ, უფრო ადვილი იქნება. რაც დავაგვიანებთ, უფრო გაძნელდება. ჩემი ასე ვთქვათ, შედარების არ იყოს შენაირი უნგა თუ კაიუტაში არ აიყვანეს, არაფერი არ მოხდება. ეს გემი ჩაიძინა. თავარი პრობლემა, ჩვენი ქვეყნის თავარი პრობლემა რა არის? საკადრო პოლიტიკა როგორ ხალხ საზოგადოებას თავისი ყველაზე ჭკვიანი ქვეყნის მოყვარული, მცოდნე და ენერგიის და ამით ყველა ის უნარის მქონე რაც სჭირდება ქვეყნის მართვას, ხო ასეთი ადამიანები ხელისუფლებაში ვერ მოყავს. თავისი საუკეთესო წევრები ვერ მოყავს. აი ესენი მოყავს ვინც არის. იდიოტების დოღი და როგორ გაძიძგნეს ბიუჯეტი, ვხედავთ ამ პრემიერების დონეზე და ეხლა რეები გვესმის ეკრანებიდან. მე თუ მკითხავთ, ჩემი დღევანდელი დიდი გარღვევის სტუმარი, ბატონი სოსო სიმონიშვილი, ერთ-ერთი ის პიროვნებაა, ის იუნგა, რომელიც მავანმა კაპიტანმა ზემოთ გაიყვანოს და ისევ იუნგა იქნება კაცი. არა, ნუ გავიგე, მაგრამ არ შეიძლება ხა საკუთარი სანაცნობოს იქით ქართული პოლიტიკა შორს ვერ წავიდა. ბოლო 30 წელი ტრიალი ფრაზე კადრს ვერ ეძებს ვერავინ. არ უნდათ შევარდნაძე საუბარი ხონდა ეგეთი პოლიტიკა, ეკოჭებამდე ზემოთ თუ იყო აზროვნება მასზე მეტი კაჩული არ უნდა. ის ანეკდოტი. იგივე იყო მიშაც და იგივეა დღესაც. ბრეჟნევის დროს ის ანეკდოტი გახსოვს? რომელი? ტელევიზორი რო იყიდა კაცმა და უკან მიაბრუნა. და რატო აბრუნებ უკანო და კაცია გაჭედილი შიგნითო ბრეჟნევს. არიასოდა. ხალხსოდა. ჩვენთანაც იგივეა კაცო, ერთი და იგივე პოლიტიკოსები არიან გაჭედილი ამ ტელევიზორში. თან ყველაფერი შეკები. მოკლედ, დიდი მადლობა ჩემო სოსო, შენი სტუმრობისთვის ყოველთვის სიამოვნებით და მინდა რომ განავრცო ეს ყველაფერი. მე ერთი რამ შემიძლია აქედან ღიად უთხრა ჩემს მაყურებელს, რომ ქართველთა დიდი გაერთიანების რამდენიმე ღონისძიებას ბატონი სოსო ესწრებოდა, იყო მოსული, ყურადღებით გვისმენდა, გვათვალიერებს, რა თქმა უნდა, ხვდები. შემოგვაშველა თავი მისეული ხედვა ეკონომიკის განვითარებასა და ამოწევისა და ჩათვალეთ, რომ ბატონი სოსო არის ჩვენს გვერდი და იბრძოლებს იმისთვის, რომ გასარღვევი გაირღვეს და ქართველთა დიდი გაერთიანება შედგეს და საქართველოს გადარჩენის პროგრამა დაიდოს და განხორციელდეს. მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ. რა გქვიან ძმობილო? ლელთხუნიას მიხმობენ. სადაური ხარ? სადაველო, გაიბოთნიდა, აქ აიმთაშია, თერ კიდურზე. კაი ადგილია ეს თქვენი ადგილი. რა სიცინი? საცინელს ვიცინი, ცარიელს ტვამაკი მაგით ვერ გაძღების.
აქ ძალიან მოსავალი უნდა იცოდეს. არაა გონჯაი, ჩვენს ბეჭაობას შეჰფერობს. ეს დიდი გზა, დიდ ხელს მოგცემთ. ვშაულობთ, ჯიბეში არ რჩების. თისკაცი მახავეს სვამეხის კერძია. ჭამადის მადი არაა სახლში, ნაშოვერ დუქანში მიდის. ერთი მითხარ თუ ღმერთი გწამს. აი სტეფანწმინდის პირდაპირ რა მონასტერია. გიწყალობთ ცოცხალთან, შეგინდოთ მკვდართან. წმინდა სამების სახტარი არ უწინდალთ განცდა საფარი, ერთა საბჭო. ეხლა რატომ აღარ არის ეგა? აწინა, ერობასა და არ, რუსობაში ვარ. აწინა ყველაი გაცუქდის, ყველაი გაუქმდის. აშ უწინდელი დაწყობა და დრო უკეთესი იყო? რაიდარა, ადრია ავაზ თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენად უგვეყუდნეს, მით იყვის უკეთ. ადრია ერიერობდეს, გული გულობდეს, ვაჟაი ვაჟაბდეს, ქალაი ქალობდეს. არხდა ქართველთა სახელი, ქართველთა წერს წყობაი. ადრი და ჩვენობა იყვის. ეხლა რომ მშვიდობაი არის? რაი არ მშვიდობა. უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის, უსრბოლო წყალში ბაყაყმი, ჭიაჭუაი, ქვემძრომლი გამრავლდის. ცარიელ მშვიდობა მიწაშიც გვეყოფის. ტერი რომ დაგეცემუდათ, აგიკლებდათ და ცოლშუს გიწიოკებდათ ხოლმე? აწინა მავალე სვამეხი უფროს გვაწიოკებს, უფროს სახლს გვიკლებს. ადრი და მტერს მაინც ფარხლით შევეთამაშით, ვიგერიებდით. სვამეხს რაი იყვის, ვერ მოსაგერიებელ, ვერ შესათამაშებელ. ადრი და მტერთან ბრძოლაში, სწორების ჯობინობაში, სახელს შოობდით. სვამეხთან ვაჟაი რაის სახელს ჩამორჩების. ადრი და მართალ ხარ, მტერი იყვის. ერთგულთა ვაჟ და ჩუქებაც დიდი იყვის. ადგილმამულებოძვის თარხნობაი მიეწყობოდის. აწინა ტყუილ რუშობით ფიზის გატეხვით სარჩო საბადელს საშოვერ გაგვიხსნეს.